აი დადგა კვირადღე და რა თქმა უნდა ტრადიციულად პირდაპირ ეთერში ვარ. შუადღელაიმშვიდობისა. მარიამ. მოგესალმებით ფასო ტელემაყურებლებო. და რა თუ არა ის მოვლენები რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ვითარდება და რა თქმა უნდა ჩვენც ვაგრძელებთ საუბარს და უწყვეტი აქციები მიმდინარეობს. აგერ უკვე თუ არ ვცდები 74 დღეა ან მე 73 დღეა არ მახსოვს. ზუსტად უკვე სათვალავი ამერია. იმართება სხვადასხვა პროფესიული მარში ყოველ საღამოს იკეტება რუსთაველის გამზირი და ახლა უკვე კალენდრულად გაიწერება რომელ დღეს რომელი პროფესიის ადამიანები გამოვლენ და შეუერთდებიან რუსთაველის გამზირზე პროტესტს. სწორედ ამიტომ დღეს მოვიწვიეთ ჩვენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, თუმცა მანამდე მინდა რომ ვიდეო ვანახოთ ჩვენს ტელემაყურებელს და შემდეგ უკვე დავიწყოთ რა თქმა უნდა საუბარი ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმრებთან. ჩვენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები ვიკრიბებით ყოველ ორ შაბათს რუსთაველზე უერთდებით ხალხს. ყოველ სამ შაბათს ტურიზმის და სტუმარმასპინძლობის წარმომადგენლები შეუერთდებით მანიფესტაციას. კრეატიული და ინტელექტუალური სერვისების სფეროს წარმომადგენლები ვიდგებით აქ რუსთაველზე სხვებთან ერთად. ყოველ ხუთშაბათს განათლებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები უნდა შემოვერთდეთ პროტესტს რუსთაველზე და სხვა ქალაქებში. ყოველ პარასკევს საინფორმაციო, საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები შემოვერთდებით მანიფესტანტებს რუსთაველზე. ჯანდაცვის წარმომადგენლები ყოველ შაბათს მხარს დაუჭერთ საერთო სახალხო პროტესტს. საფინანსო სექტორის პროფესიონალებო მოდით კვირადღეობით უფრო აქტიურად გამოვიდეთ და შეუერთდეთ რუსთაველზე დგომ ჩვენ ძმებს და დებს. გამოხატოთ პროტესტი იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც აპატიმრებს სტუდენტებს, ჯაგრავს მასწავლებლებს, სამსახურებიდან ყრის პროფესორებს. მოვითხოვთ ახალ სამართლიან არჩევნებს და თითოეული ჩვენი თანამებრძოლის ციხიდან გათავისუფლებას. ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი მომავლისთვის. არ იქნება დემოკრატია, არ იქნება სტუმარმასპინძლობა. მართლა უნდა აღვნიშნო, აი სულ ვამბობთ ხოლმე და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ რაც ხდება საქართველოში, ალბათ, კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ სოფლიო ისტორიას არ ახსოვს აი ასეთი საპროტესტო აქციები, ესეთი მშვიდობიანი, ესეთი დაალაგებული, ესეთი თვითორგანიზებული, თან კრეატიული, საოცრად კრეატიული, მართლა, რომ ყოველთვის ვიცით ქართველების კრეატიულობის და იუმორის გზნობის ამბავი, მაგრამ აი ესეთი თუ იყო მართლა არ ვიცოდი. წარმოადგინეთ ჩვენი სტუმრები. ნინო ბერუაშვილი, HR-კერ დამფუძნებელი, ლარისა პატარაია, კვლევითი და საკონსულტაციო, თან წავიკითხავ, კვლევითი და საკონსულტაციო კომპანიის Start Business Solutions მმართველი პარტნიორი, ხო სწორად ვამბობ, სოფიო შამანიდი, თესეუს პროფესორი და ნიკა შურღაია, ფინანსისტი. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და მოდი, ბატონო ნიკა, დავიწყოთ თქვენით საუბარი. როგორც უკვე წარვადგინეთ, ესე იგი, საუბრობთ, რა თქმა უნდა, პროფესიულ ამ შემთხვევაში აქციებზე და ყოველ კვირას ფინანსისტები შეიკრიბებით რუსთაველზე და შეუერთდებით იმ საოცარ პროტესტს, რომელიც აგერ უკვე 73 დღეა გრძელდება. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა სფერო იდგეს იქ და მაგალითად, აი ფინანსისტების მხრივ რო შევხედოთ, ზოგადად ქვეყნის მხრივ ეკონომიკის მიმართულებით, აი რა პრობლემები შეიძლება რომ შეიქმნას, კიდევ ერთხელ რომ ვახსნათ ჩვენს ტელემაყურებელს ქვეყნის კურსის ცვლას ამ შემთხვევაში. მოდი ჯერ ასე ვთქვათ, რატომ არის მნიშვნელოვანი. მე ვარ 52-ის გავხდები მალე. წესით 20 ან 30 წელი უნდა ვიცხოვრო კიდე. ახლა მირჩევნია რომ რამდენიმე თვე ვიწვალო და ვიბრძოლო და ვჯარიმდე, რავი თუ გინდათ გავილახო. ვიდრე მთელი განაჩენი ცხოვრება ნეხვში ვიცხოვრო. და ნეხვი გარანტირებულია თუ ჩვენ ამას არ შევცვლით. კიდევ ერთ დავამატებ რომ ვისაც თქვა ჩოგბურთი უთამაში ან უჭიდავია, ეს ერთ-ერთი ორთაბრძოლაა და არასდროს არ იცი შენი მოწინააღმდეგე როგორ არის დაღლილი, შენ რომ ხარ დაღლილი. ახლა ბუნებრივია თებერვალია, თოვს, წვიმს, რაღაცა ცივა გამოდის ბატონი კობახიძე და მორიგ უტიფა რაღაცებს იძახის და ეს გულზე ხდება და დაღლის სიზელის გზნობა არის ბუნებრივი გზნობა. მე
ვიხსენებ ხოლმე ვეფხის ყავსანს. მნიშვნელობაზე როდესაც ლაპარაკობ, როგორი ძნელი იყო ალბათ ავთანდილისთვის რომ წასულიყო და 4 წელი ეხეტიალა, ჯერ 1 წელი ეხეტიალა საერთოდ გზაკვალის საძებნელად და მე როგორი ძნელი იყო ტარიელისთვის და ასე შემდეგ ქაჯეთის ციხის აღება და ეს ჩვენი ეროვნული წიგნია და ჩვენი რა ვიცი სქემა მენტალური როგორ უნდა ვებრძოლოთ და უფრო ფინანსისტებს უყვართ ვეფხის ყავსანი ვიცნობ რამდენიმეს ვისაც უყვარს და მეორე მხრივ აი ფინანსისტებისთვის ვიტყვი თომას ედისონის სიტყვებს მოვიყვან რომელსაც ხშირად ვიხსენებ ხოლმე ცხოვრების და ფინანსისტები უფრო ისეთი წარმატებაზე რაღაც შედეგებზე ორიენტირებული ხალხი რომელსაც სხვათა შორის ცხოვრებასთან სიზნელებთან ბრძოლა არ უჭირთ ამავე დროს თომას ედისონის სიტყვები მაინც მნიშვნელოვანია ცხოვრების წარუმატებელი ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ ისინი არიან, ვინც ვერ მიხვდა რა ახლოს იყო გამარჯვებასთან და დანებდა. აი ეს არის მნიშვნელოვანი და ჩვენ გავიაზროთ რომ ახლოს ვართ საკმაოდ. ცოტა გამიგრძელდა მნიშვნელობაზე საუბარი. ფინანსებზე რაღაცა სხვასაც დავთო, თუ გინდათ მე გეტყვით გნებავთ, არა, ბარემ ხო, ფინანსებზე აჭირება ამას შეიძლება გამიშთეს. ხა, ფინანსისტებს ყველას აქვს განათლება მიღებული და იცის მაკროეკონომიკის საფუძვლები. ახლა ყველანაირი ლოგიკით ჩვენი და ფაქტებსაც ბევრს ხედავთ, ჩვენი ქვეყანა დაღმა მიდის. ამავე დროს არსებობს გარკვეული ინერცია, რომ თქვა წარსული ნამუშევარი მოყვება და მეორე, არც არ დაგვაუწყებს ვისთან გვაქვს საქმე. დიდწილად ჩვენი მოწინააღმდეგე არის რუსეთი და არ ვიცით ახლა ჩვენი ხელისუფლება რუსეთი უნდათ თუ სათავისოდ უნდათ ეს ქვეყანა, მაგრამ ასე თუ ისე მოწინააღმდეგეებია. ბევრი ფული აქვთ და სხვა შესაძლებლობები ხელისუფლების ბერკეტები. შესაბამისად, ისინი შეეცდებიან, რომ ისე წარმოაჩინონ საქმე, რომ ყველაფერი კარგად არის. შეეცდებიან მოგვიყვნენ 1000 ოქროს მთებისა და 6 მილიარდების და რაღაცეების შესახებ. მაგას გვიყვებიან ყოველდღიურად, რომ ეკონომიკური გზა გვაქვს და ასე შემდეგ. რეალობა რა არის? იცით რა არის? რეალობა არის, რომ ჩვენს ეკონომიკას ნელ-ნელა ძირი ეთხრება. აი თქვენ რომ დაიწყეთ თქვით ჩვენს შემოქმედებითობაზე, გამომგონებლობაზე და მე მიმუშავია ისეთ ქვეყნებში, სადაც არის ავტოკრატია და არ არის იქ ეს შემოქმედებითობა და გამომგონებლობა. ანუ ჩვენ მარტო ჩვენთვის არ ვიბრძვით, აი ვის ოპოზიციურად ვართ განწყობილი ამ ხელისუფლებისადმი, მარტო ჩვენთვის არ ვიბრძვით. ჩვენ ვიბრძვით აი იმედს რომ უყურებენ და სამწუხაროდ რომ ძალიან ბევრ სიცრუეს ისმენ და იმის რომ იჯერებენ, იმ ხალხისთვისაც ვიბრძვით, იმიტომ რომ მთელი ჩვენი ერისთვის ვიბრძვით. რეალურად ჩვენ აუცილებლად თუ ისე მოხდა, მე ჯერ ეს არ მოხდება, მაგრამ თუ ისე მოხდა რომ ჩვენ რკინის ფარდის ცუდ მხარეს აღმოჩნდით, ძალიან მჟავე ცხოვრება ექნება საქართველოს და ჩვენი კრეატივი დაიკარგება, სულიერად მოკვდება ან ემიგრაციაში წავა და შესაბამისად გამორიცხულია რომ ეს ქვეყანა იყოს კარგად. და როდესაც საუბარია არაბების ფულზე რაღაცა, აი თქვათ MR-ის პროექტი ავიღოთ. ის ფული 6 მილიარდს რო ჩადებენ, 10 უნდა ამოიღონ. აი ეს თუ რეალობაა. 10 რომ ამოიღო, უნდა გაყიდო ერთი 100,000 ბინა $1500 კვადრატული და 100,000 ბინა ვის უნდა საქართველოში? ანუ რა უნდა იყოს? ესე იგი ვიღაცები უნდა ჩამოვიდნენ, ვინ უნდა ჩამოვიდნენ? ხო ხტებით? სავარაუდოდ ეს არარეალისტურია რომ ასეთი რამე მოხდეს, იმ გაგებით რომ როდესაც თუნდაც მათი მომხრეები, აი ეკლესია რო გაიგებს რომ თურმე 400,000 უცხოელი უნდა ჩამოვიდეს, არაბი, ინდოელი, პაკისტანელი, რას იფიქრებენ, რას იტყვიან. თქვა თეორიად, ანუ მე ის მაწუხებს რომ ისეთ ხელშეკრულებას ნუ მოაწერთ ხელს და ისეთ ვალდებულებებს ნუაკიდებთ საქართველოს, რომ მერე სახდელი გახდეს მომავალი თაობების. როგორც ეს მოგვივიდა ნამახვანის პროექტზე, რომელიც ბევრად უკეთესი პროექტი იყო თავისთავად, ვიდრე ვთქვათ ჩანს ეს MR-ის პროექტი და ხო, მაგრამ თან ისინი ბიზნესმენები არიან, ხო მართალია, ანუ ფულს გაჩუქებზე ხო არ არის ლაპარაკი. ისინი ძალიან ცივი გონებით თავისთვის საუკეთესო და წაუგებელ პირობებს მიიღებენ. ანუ ძალიან კარგ პირობებს მიიღებენ, იქ თქვათ მომეცი მე თეორიულად ეხა არ ამჟღავნებენ ველოდები დიდი ხანია, რომ თქვან გაგვიმჟღავნეს მემორანდუმი და სანამ ხელშეკრულებას მოაწერთ, მე მათ მოუწოდებ ხელს რაიმეზე. ხალხს კითხეთ, იმიტომ რომ მე რომ არ გამოვიდეს, ხალხი რომ გაიგებს რა არის იქ ჩაფიქრებული და ამ პირობებს რომ აძლევთ,
თქვათ უცხო ქვეყანას და რომ არ გამოვიდეს მე ვინ აგებს ამაზე პასუხს ვინ არის პასუხისგებელი 393 მილიონი დოლარი თუ კარგი ატკატი არის რა ენაღრება ახლა აი სამ ეგეც კარგი კითხვა იცით რა არის ვერ უშვებ ხოლმე ამას მაგრამ და მართალს გეტყვით ღიზიანდები კიდევაც ხანდახან ვინმე ასეთ რომ ეტყვი შინაგანად ჩემ თავს ვიჭერ რომ მიჭირს დავიჯერო მაგრამ უკვე პრინციპში იმდენ კორუფციასაც ხედავ და კერძო ინტერესს რომ არაფერი არ გამორიცხოთ ხალხო რა სამწუხარო და ესეთი საქართველოს პატარა და არ იმალება არაფერი უბრალოდ ხო რაღაცა მყარი მტკიცებულებები არ არსებობს ხოლმე ძირითად შემთხვევაში ბევრი მიზეზი გვაქვს ისტორიული ჩვენი საკუთარი გამოცდილებითი და მე თანამოძმის რუსთაველზე ვლაპარაკობ ვის ხელში უტოვებ ჩვენ თანამოძმეებს რას ვეუბნებით მზიამაღლობელს რას ვეუბნებით თემურ ქათამაძეს რას ვეუბნებით იმ ახალგაზრდებს ყველა რომ დაიჭირეს ნარკოტიკი ჩაუდეს როცემეს შეურაცხყვეს და კიდე ციხეში ყავს რა ვიცი რას ვეუბნებით გიორგი ბაჩიაშვილს რომელსაც ახლა გაუშვებს რაღაც უამრავ ადამიანს ვინც დააჯარიმეს ვინც რა ვიცი ხა ქალებზე bis შეურაცხყოფას ესეთი რაღაცები გავიგე რომ არ ვიცი მე ხა მაგალითად რა ჩემ სახში მეუღლე აი ისეთი შეურაცხყოფილი იყო ისეთი შეურაცხყოფილი რომ რა გითხრათ რა და მეც ხა რავი კაცები ვართ რაღაცა თუ ჩვენ ქართველობაზე თავსდებთ ამაზე თვალის დახუჭვა როგორ როდის აღარ უნდა დავხუჭოთ თვალი ბოდიში ჩვენ უნდა გვიხმაროს ვინმე რომ მაინც და მაინც რაღაცის შეგვეშინდეს და ვიღაცები მოდიან რავი რაღაცებით გვაშინებენ გეებით რაღაცით აგერ რეებს უშვებიან ჩვენ ქალებს და ან კაცებს რა შეუწყობს აღარ როდის შეიძლება რომ ეს ხმა როდის უნდა მოვიყოთ ბოლო რა ვინც მე არ შემიძლიაო ვინმე რო იძახის აბა მე შემიძლია აგერ სოფო შეუძლია ლარისა შეუძლია ნინო შეუძლია იმ ქალებს რა ვიცი ისეთ პატარა ტანის გოგოები არიან იქ რუსთაველზე ხედავ და ისეთი დიდი გულებია იმათ შეუძლია და თქვენ არ შეგიძლიათ არ ვიცი მე მჯერა რომ ჩვენ შეგვიძლია ერთი მომენტია რომ ეს არის ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდა რეალურად ჩვენ და მე მგონი მთავარი გამოცდა არის შესაძლებელია მთავარი გამოცდა იყოს და გავიაროთ უნდა ეს გამოცდა სხვა გამოცდები შეგხვდება იმიტომ რომ კლიმატის ცვლილება ძალიან დიდ სიძნელეებს მოიტანს რუსეთი აუცილებლად დამარცხდება ხა რუსეთი არის დაცლილი საერთოდ ყოველგვარი სისუფთავისგან და ტექნოლოგიურად უკიდურესად ჩამორჩენილი ქვეყანა მაგრამ სხვა განსაცდელები იქნება ჩვენ მოკავშირეების გარეშე რომ ვიტოვებთ თავს როგორ უნდა დაუპირისპირდეთ რომელიმე მეზობელმა რამე რომ დაგვიპიროს აი როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ხო აი ეს ამიტომ გავიაროთ ეს გამოცდა მაგრები ვიყოთ ჩვენ თავში ძალები ვიპოვოთ და მე სხვა უფრო გავძლიერდები და სხვასაც უფრო ადვილად გავუმკლავდებით მადლობა ნინო აი რაღაც პროფესიებმა გავიყავით ესე ვთქვა დღეები აქამდეც არ გვაკლდა ხო რუსთაველზე გასვლის ხალისი ენერგია შემართება და ასე შემდეგ რა მნიშვნელობა აქვს აი ამ პროცესზე ხა რაც დავიწყეთ რომ დღეები გადავინაწილეთ ჩვენ ფაქტია რომ ვართ უკვე 74 დღეა გრძელვადიან პროტესტში ამ პროტესტის განმავლობაში ნიკამ წეღანი საუბრა დაღლაზე, შედარებით მოდუნებაზე და ასე შემდეგ და ეს განსაკუთრებით დასაწყისში ჩვენ ხედავდით, რომ იყო ძალიან მაღალი мотиваცია, შემართება, ენერგია და ასე შემდეგ. ნიკამ რაც ისაუბრა დაღლასთან მიმართებაში, ეს არის ბუნებრივი. ჩვენ რამაც შეიძლება რომ პროტესტი შეგვანარჩუნებინოს, ეს არის ჩვენი დისციპლინა და ეს არის ჩვენი ორგანიზებულობა და ეს არის ჩვენი მიზანდასახულება, რომ მივაღწიოთ იმ ორ მიზანს, რასაც უკავშირდება ჩვენი მოთხოვნები. ეს არის ვადამდელი არჩევნები და ეს არის სინდისის პატიმრების გათავისუფლება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ რუსთაველის პროტესტი, რომელიც აგერ უკვე ისტორიას არ ახსოვს ესეთი რამ, რომ რუსთაველი 74 დღის განმავლობაში გადაკეტილი იყოს. რუსთაველი უნდა გადაიკეტოს მანამ სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ძალები გადავინაწილოთ. მე მაგალითად პროფესიით ვარ HR და ვიცი რომ ადამიანური რესურსების დაზოგვა და ანუ გადანაწილება და რესურსის ოპტიმიზაცია არის მნიშვნელოვანი, ხო? შესაბამისად, თუ კონკრეტულ პროფესიას ეცოდინება, რომ დღეს არის რუსთაველზე მისი დღე, ცხადია, რომ აქ გაცილებით უფრო მაღალია როგორც დისციპლინა, ასევე ორგანიზებულობა და შანსი იმისა, რომ ეს პროტესტი აუცილებლად მივიდეს იმ წერტილამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მადლობა. ხო, ნუ აი ქართველების კრეატიულობა, სოფია. ხო, ესე იგი, ნუ ვეთანხმებით ცხადია იმაში, რომ
ენერგია რაღაცნაირად უნდა გადანაწილდეს, მაგრამ ასევე მინდა გითხრათ, რომ კიდევ ერთი რაღაც საინტერესო მხარე აქვს ამას. ეს ამ ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა, რომ საკუთარი კოლეგა ნახოს იმ დღეს, გაუზიაროს საკუთარი შტაბ-ეშტილებები, ესაუბროს, აგერე HR-ები იქნებიან ერთ გარკვეულ დღეს და ეს არის დიდი შანსი, რომ ვიღაცა მახალი სამსახურიც ისშოვოს, ისე რომ მობრძანდით, მაგრამ აი ახლა მე მინდა, რომ მე ჩემ კოლეგებს უნდა მივმართო, ჩემ კოლეგებს, პროფესორებს და აკადემიას, ხო, წარმოიდგინეთ, ეხლა არის საგამოცდო პერიოდი. კი ბატონო. და მოდის პროფესორი გამოცდაზე და კითხულობს, ხო, ეს მათე დევიძე რატომ არ მოვიდა გამოცდაზე? და სტუდენტი ეუბნება ჯგუფში, რომელიც არის იქ, მათე დევიძე ციხეშია. ზვიად ცეცხლაძე ციხეშია. ნიკოლოზ ჯავახიშვილი რატო არ მობრძანდა გამოცდაზე? ნიკოლოზ ჯავახიშვილი ციხეშია. გიორგი მინდაძე, საბა ჯიქია, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გორგაძე, ლუკა ჯაბუა, დავით გვიანიძე, გურამ მიქელაძე, ანდრო კაკაბაძე, გიორგი დავითაძე და კიდე ერთი, რომლის გვარიც ვერ ვიპოვეთ, 13 სტუდენტი ყავს ჩვენ სისხლის სამართლით, 13. აი ძვირფასო კოლეგებო, როდესაც თქვენ ხუთშაბათამდე მიბრძანდებით გამოცდაზე და როდესაც თქვენი სტუდენტი აღმოჩნდება ციხეში, თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ ხუთშაბათს მაინც არ გამოხვიდეთ თქვენი სტუდენტის გამო, ზვიად ცეცხლაძის გამო, რომელიც დღეს ბევრად უფრო აქტიური და რა ვიცი, პროდუქტიულია ციხეში, ვიდრე ბევრი, არ ვიცი, სხვა გარეთ ადამიანი, რომელმაც სამწუხაროდ არა მაქვს გამოსცა გაზეთი. მე მქონდა სამწუხაროდ ყველა სტუდენტს არ ვიცნობ, მაგრამ ზვიადთან ერთად აი აუდიტორია 023, როდესაც ესე იგი პირველად დაიკავეს სტუდენტებმა ეს აუდიტორია, რამდენიმე საათი გავატარე მათთან ერთად. გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, მე არ მინახავს სხვაგან ასეთი ახალგაზრდები. იცი, აი პათეტიკამ ძულს ახლა რანაირად ვთქვა, მაგრამ აი არ მომწონს რაღაც არ არის ჩემი ხასიათი, ეს პათეტიკურობა, მაგრამ ხო ეს ადამიანები სამშობლოს სიყვარულისთვის სხედან ციხეებში. ეს 13 ვთქვი და ძვირფასო კოლეგებო, გამოცდაზე რომ მოგივათ ადამიანი, რომელსაც სახე არ აქვს, ლექციაზე ხომ მოვიდა სტუდენტი, რომელსაც თვალი ქონდა, ჩალურჯებული, ხომ მკითხეთ, რა დაგემართა, ვინ გცემა და იმან ხომ გიპასუხათ, რომ ხარებას ნაძირალამ სცემა. აი მაგის მერე რანაირად ახერხებთ და მშვიდად აგრძელებთ ლექციის კითხვას. მე არ შემიძლია, ნამდვილად არ შემიძლია. ამიტომ გისმენდა მართლა არ მჯერა. აი სადღაც არ მჯერა, იმიტომ რომ მე დედა მყავს პედაგოგი და ვიცი პედაგოგისთვის რა არის თავისი სტუდენტი, თავისი მოწაფე, ანუ შვილია. ხო? აი ვისმენდა მართლა არ მჯერა, რომ არსებობენ ადამიანები, რომელიც ნაცემ შვილზე გული არ შეტკივა? არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროფესორი, რომელიც ხედავს მის თვალწინ ჩალურჯებულ სტუდენტს, რომელსაც სემეს აქციაზე, ის იმას თვალს ვერ გაუსწორებს. იცით რატომ? იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება. მე მესმის ახლა და მიუყვები ახლა ჩემ კოლეგებს, აი ყველანაირ მსჯელობაში, ლოგიკაში მივყვები იმაში, რომ მესმის შიშები, ომი და მშვიდობა. კი ბატონო, მესმის რაღაცა 9 წლიანი ეს როგორ ქვია, სისხლიანი რეჟიმი შეიძლება მათეს შეეხოთ, მე შემეხო პირადად, იმიტომ რომ ჩემი ძმა გადაყვა ამ ამბავს, მაგრამ მე სამშობლო დავაყენე წინ. ვიდრე ვთქვა ჩემი პირადი ტკივილი, ხო? მესმის ამ ადამიანების, მაგრამ ძვირფასო კოლეგებო, როდესაც კობახიძე გეუბნებათ, რომ ტრამპმა ფარა მოისროლა იმიტომ, რომ გაიგო, რომ ქართულმა ოცნებამ დააპირა ამ კანონის ესე იგი შემოღება და რომ აქ deep state-ის ებრძვის ოცნებას, ძვირფასო კოლეგებო, თქვენ ხომ მოაზროვნე ხალხი ბრძანდებით, თქვენ ხომ ქართულის და რუსულის გარდა სხვა ენებითი და ელემენტალურად შეგიძლია დაგუგლოთ. ესე იგი, იმდენად არაფრად აგდებს კობახიძე საკუთარ ამომრჩეველს, რომ აი ისეთ სისულელეს ეუბნება, რომ აი არ ვიცი ხა ვინ და პირდაპირ ეუბნება, რომ სულელები ხართ თქვენ. ეს არ უნდა ეშლებოდეს ახლა, როდესაც
აი ასეთ რაღაცაზე ხლა ეს აქ კოკაკოლა ასხია და მე რო გეუბნებოდეთ რომ არა აქ კოკაკოლა არ ასხია აქ ნამდვილად ნაბეღლავი ასხია და ვინც ამბობს რომ კოკაკოლა ასხია ეს არის deep state. ესე იგი მე ამას რატო ვამბობ გასაგებია მაგრამ თქვენ თუ ამას დაიჯერებთ თქვენ რა ხართ? აღარ ვიტყვი. ხო. უბრალოდ ამიტომ თვითონ მეგობრებო მობრძანდით მართლაც მოდით იმისათვის, რა ვიცი, ისე ჩაიცვით, რომ რა ვიცი, ვიღაცა ვერ გიცნოთ, უბრალოდ ნახეთ რა ხალხი დგას იქ, დაელაპარაკეთ ამ ხალხს, შეეკითხეთ რატომ დგანან იქ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა კოლეგებმა, ვისაც შესაძლოა რაღაცა გონი, განსაკუთრებით ეხლა რაღაცა გარკვეულ ჩემი თაობის და უფრო მაღლა, ხო? ესე იგი, ჩემ კოლეგებს შეიძლება ფიქრობენ, რომ იქ რაღაცის გაუგებარი ხალხი დგას და ბევრი სისულელე ხსმერი, მოვიდნენ და ნახონ უბრალოდ, ვინ დგას იქ. ვინ დგას იქ? რა ვიცი, ხა ნიკა შულღაიაზე ჭკვიანი ადამიანი მე საქართველოში ძალიან ცოტა ვიცი და ახლა რა ვიცი, უსმინეთ მაშინ თუ ან ნიკას უნდა მოусმინო და დაუჯერო და ან deep states და მე მგონი იმდენად ნათელია ვინ დგას აქეთ მხარეს და ვინ დგას იქით მხარეს რომ ან უნდა რაღაც ესე იგი სარგო კი არა რა ქვია მას კონდეს ქართული ოცნებიდან ან არ ვიცი სარგებელი ან უნდა იყო არ ვიცი მართლა ბრმა ყრუ და ან და იმ სიტყვას უკვე ვეღარ ვეტყვი რა შეიძლება იყო არ შეიძლება ეთერში მაგის თქმა კი არის მოკლედ რაღაც ძალიან ბევრჯერ ვახსენეთ კობახიძე და მეც კობახიძით უნდა დავიწყო იმიტომ რომ ეს კობახიძეა რომელიც ორგანიზატორი არის ამ აქციების მოკლედ ესეთი ამბავი იყო რომ ერთ დღეს ესეთი კარდი გამოიდო კობახიძის რომ ყველამ თავის საქმეს მიხედოსო და ეს იყო რეფლექსია მისი თეატრალების გადაწყვეტილების რომ ისინი გადიან უკვე რეგიონებში და თქვენ იცით რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლები და განსაკუთრებით თეატრის ხალხი წელიწადზე მეტია ამ პროტესტშია ხო წელიწადზე მეტია გაფიცულები არიან და გინდა არ გინდა გებადება ეხა შენ როგორც რიგით მოქალაქეს რომ რას ნიშნავს ჩვენ ვაშენებთ ამ ქვეყანას პროფესიონალები ვაშენებთ ამ ქვეყანას და იქ თეატრალებზე ამას რო ამბობს რომ მიხედონ თავიანთ საქმეს ხო და მივხედავთ ეხა ჩვენ ყველა ჩვენ საქმეს რა და თუ მარტო ესენი იყვნენ თეატრალები რომელიც აი ესე მკვეთრად გამოხატული პროფესიული ნიშნით თავიდანვე ლოკომოტივი იყო ამ პროცესის ეხა დაუდგებით ყველა ჯარისკაცებივით გვერდით ჩვენ გვაქვს ჩვენი დღეები ჩვენ არ ვამბობთ რომ ვინც ყოველდღე დავდივართ ისედაც რუსთაველზე შევწყვეტ ჩვენ რუსთაველის პროტესტის სიარულს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგა, რომელიც დღეში 16 საათი მუშაობს დღის განმავლობაში, იმიტომ რომ სახში შეიტანოს ფული, იმიტომ რომ ბავშვები მშიერი არ დარჩეს, ისიც გამონახავს დამატებით შესაბამის დროს და ყოველ 4 შაბათს მოვა და გააძლიერებს რუსთაველის პროტესტს. ეს არის რეალურად აი ამ პროფესიების პროტესტი რუსთაველზე ნიშნავს ამას და რეალური მიზეზი, რატომაც ჩვენ ამას ვაკეთებთ, არის ის, რომ იმდენად აღარ გველაპარაკება, იმდენად საერთოდ აღარ გვისმენს არსებული ხელისუფლება, რომ ჩვენ ფაქტიურად არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩინა. რანაირად მივაწვდინოთ ხმა, რანაირად უნდა უთხრათ, რომ გამოუშვით ეს სინდისის პატიმრები ციხეებიდან, ხო? რამდენი ხანი შეიძლება ვიძახოთ ის, რომ არავის არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ არ გვჯერა ამ გაყალბებული არჩევნების. ჩემი ხმა წამართვეს, ჩემი ხმა დაიკარგა. მე მინდა ახალი სამართლიანი არჩევნები. შესაბამისად, მთელი თებერვლის განმავლობაში ყველა პროფესია კონკრეტულ დღეს გამოვა დამატებით და უფრო ხმამაღლა დააფიქსირებს ამ მოთხოვნას, რომელიც გვაქვს ჩვენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ის, რომ რუსთაველი ჩვენთვის არის ძალიან სიმბოლური ადგილი, ხო? და ეს სიმბოლური ადგილი იქნება გადაკეტილი მანამდე, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ იმ დასახულ მიზანს, რასაც ბოდიში გაგაწყვეტინება, ბევრისგან გამიგია, რომ აი როდემდე უნდა იდგეთ, როდემდე რას მოგცემთ ეს დგომა? ბოლომდე ვიდგებით, სანამ ჩვენ ხალხო კარგავთ სამშობლოს. ახლა ეს გვაქვს ძალიან კარგად გააზრებული ყველა ადამიანს. რას ნიშნავს წავიდე სახში და დავიცინო? და მართლა უსამშობლო გავხდე? სამშობლო ხო არ არის რაღაცა კონკრეტული ტერიტორია, მთა, წყალი. სამშობლო არის ხალხი, სამშობლო არის ჩემი ოჯახი. როგორ
ჩემ ოჯახს სადმე გაჭირვებაში მივატოვებ, ჩემ ოჯახს მე მტრის ხახაში დავტოვებ, გამორიცხულია. ეგ არის ჩემთვის სამშობლო. რა მაინტერესებს, ეს სულ ხოლმე ამ კითხვას რა. ეს ირაკლი კობახიძე იქნება, მამუ იქნება, რომ გამოდია და ამბობენ, რომ ვიღაცის მართული, ვიღაცის მიერ მართული რაღაცა ჯგუფი დაჯგუფება, 2000 კაცი იკრიბება და რაღაცას აპროტესტებს ვერ გაიგეს. არის თუ არა სწორი, რომ საქართველოს მოქალაქე თუ ქვია 6 კაცს, რომელიც რაღაცას ვაპროტესტებთ, ეგრეთ წოდებული მთავრობა თუ თავის თავრობას ეძახის, უნდა დაელაპარაკოს ამ ადამიანებს, მოისმინოს მათი და შევიდეს დიალოგში, თუ იგნორი უნდა გაუკეთოს. ბრეივიქს ელაპარაკებიან. სამწუხაროდ ეს ორი ადამიანი კონკრეტულად, ბატონი კობახიძე და ბატონი მდინარაძე ყოველგვარი მე ვფიქრობ უკვე ადამიანობის არა მარტო თქვა უტიფრად სურობენ, უკვე ადამიანობის აზრებს გაცდნენ და მე მაგალითად მართალგადად მათზე ვფიქრობ, რომ ისინი არიან რუსეთის აგენტები, ერთი და მეორე, თქვა მე ვფიქრობ ასე, რომ ისეთი ძლიერი მორჩილება აქვს ბიძინა ივანიშვილის, ისეთი ძლიერი შიში უკვე თავის ნაკეთების ცუდი რამეების, რომ აი ძალიან მაგარი მანქანები არიან, როგორ ვტიფრად მოიტყუონ. მე მახსენდება ცხოველთა ფერმის ესეთი პერსონაჟები მათზე. ღორები ყავს ისეთი, რომელიც კარგი არიან ხალხი რომ მოატყუონ. რა კუთქიცინა ერთი ტიპი არის ღორი, რომელიც მივა და ნაპოლეონს, ანუ მთავარ ღორს რამე უნდა რომ გააჟღეროს, გააკეთოს, იმას აგზავნის და იმას ათქმევინებს ხოლმე და ესე ხალხს ატყუებინებს. აი ეს პერსონაჟი მახსენდება კონკრეტულად ცხოველთა ფერმიდან ამ ადამიანებზე და სიძულვილით არ მძულს მართალი გითხრათ, აი ხა უყურებ ხოლმე, აი გული მეყინება ხანდახან ამ ადამიანების ასეთ აი სიცუდეებს რომ ვიგებ და რაღაცა, მაგრამ მე შევხედავ და არ ვიცი, იცით, ლამპის მონები არიან, ასე ვთქვათ და ნუ როგორც არის, ეს არის მოცემულობა. არაფერს მე მათგან ადამიანურს და კარგს არ ველი. უკვე დიდი ხანია მაგან ჩაიარა. თუ რაღაც ადამიანობა ვინმეში გაიღვიძებს, ისევ ბიძინა ივანიშვილში თუ გაიღვიძებს. თუმცა ეგეც გადაწურულია. მე ერთი მიმართვა გავაკეთე ბიძინა ივანიშვილზე და აი გუშინ რაღაც მომივიდა და ქართული ოცნების მაღალ ჩინოსანზე მიმართვა რაღაცა უკვე დავწერე, მაგრამ ნუ ჯერ მინდა რომ კარგად გადავხარშო ისე ჩქარა და ემოციურად არ გავაკეთო, სხვებს აზრი ვკითხო და ამ პროცესში ვარ. სხვებმა, ანუ ამ ორის მე არ მჯერა გამორიცხულია, სხვებმა, აი მაგალითად, რა ვიცი ხა ლევან დავითაშვილი თქვათ, ხო? ნუ ადეკვატურ ადამიანი ჩანს. და ანუ რამდენიმე სხვა მინისტრი, ან ზოგიერთ პარლამენტის წევრი, რომელსაც ვიცნობ და ვხედავ რომ ერთი ვიცი რომ ადრე ადამიანი იყო და მე რაღაც კარგიც აქვს ნაკეთები ასე შემდეგ და ადამიანი არის ასეთი, ანუ წარმოედგინა მაგას რომ მიხეილ ყაველაშვილად პრეზიდენტად დანიშნავდა, წარმოედგინა რომ ეს პოლიციელები ასე პირუტყულად მოიქცეოდნენ, წარმოედგინა რომ ქალებს ასეთ შეურაცხყოფებს მიაყენებდნენ, წარმოედგინა რომ თვითონ ასეთ დრაკონულ კანონებს მიიღებდა, ანუ ორი დღე რომ არის ადმინისტრაციული პატიმრობა, ესო ძალით მიგვაღებინესო და ორ თვეზე გაზრდაზე ფიქრობენ და ეს ნორმალურია და ნორმალურმა ადამიანმა შეიძლება გააკეთოს, რომ ვინმე პოლიციელის, რა ვიცი, რაპორტზე მე აღმოჩნდე, ვთქვათ, ორი თვით პატიმრობაში. და ვერც ვამტკიცო და ვერაფერი. ან ვინმე ქალი, ან ვინმე სტუდენტი ამუშეს. მეც ცრემლი მომადგა გეფიცებით ეხა სოფორო ელაპარაკობდა. ამ სტუდენტებს რა, ან ჩვენ მომავალთაობას რას ეუბნებიან? კაი უფროსთაობა გავწიოთ, ხო თქვენ? ან ისინი განცდას ბადებენ, რომ ვიღაცას ქვეყნის გადატრიალება, ვის უნდა ქვეყნის გადატრიალება, რა ქვეყნის გადატრიალება, ხალხო. ამ განცდას ბადებენ და ამით ამართლებენ, ან ასე იგი ამას ამართლებენ, რომ ომი იქნება, რომ ეს არ გავაკეთო თავის თავთან ამას მაგრამ რო ცდებოდე ჩემო კარგო, აი რო ცდებოდე მაგალითად ხარ ქართული ოცნების მაღალჩინოსანი და გეუბნება, ვთქვათ, კობახიძე და მდინარაძე, რომ ომი იქნება, ან ივანიშვილმა თქვა როდესღაც. რომ ეს მართალი არ იყოს რა და ასეთ რაღაცებს აკეთებ, მე რას ფიქრობ? ან სათავისოთ რომ უნდა და სათავის საფაშოთ და მე საქართველოს პრობლემებში შეხვდა და ჩვენიერი დაღუპვის გზებზე რომ დგება
3-5 წლის მერე თუნდაც რომ დაინახო, მერე რას ფიქრობ? ან შენი სიცრუეები და ცუდი ნამოქმედარები რო გამოაშკარავდეს და პასუხი მოგთხოვონ ამაზე, მერე რას იტყვი? შენ შულს რას ეტყვის ხუშულს? განსაკუთრებით ხუშულებზეც იფიქრეთ რა. შენი შული რო გინდა საზღვარგარეთ გააგზავნო, კარგად დასწავლო, ხუშულს რეგისტრს იმეტებ, ხო? აი, ბევრ რამეზე აი, ერთ რაღაცას დავამატებ. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგ, რომ აი, ეხა შე რო თქვი, რომ ამ ქართულ ოცნებაში და მთავრობაში არიან ადამიანები, ვისაც ჩვენ ვიცნობთ, ხო? ძალიან პატარაერი ვართ, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. რეალურად ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. ხახო, ჩვენ ეხლა არ გვაქვს პარტიული სიმპათიების ომი გაჩაღებული აქვს. ჩვენ ვებრძვით რეჟიმს. ამ რეჟიმის საბოლოო ჯამში მსხვერპლი აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ამომრჩეველიც და თვითონ მთავრობის და საჯარო სექტორის წარმომადგენლებიც. ეს ახლა უტყუარი ამბავია. ჩვენთვის კი არ ვაკეთებთ ამ რაღაცას, ჩვენ ვაკეთებთ ყველასთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დავინახოთ. ერთ რაღაცაში აბსოლუტურად ყველა ვთანხმდებით. როგორი სიმპათიებიც არ უნდა გქონდეს პოლიტიკური და ასე შემდეგ, რომ ის რომ დღეს სინდისის პატიმრები სხედან ციხეში, ეს არის უსამართლობა, რომ ეს ადამიანები აუცილებლად უნდა გამოვიდნენ. მეორე საკითხი არის ის, რომ რეჟიმს რატო ვებრძვით? იმიტომ რომ ეს რეჟიმი არის რუსული. ამას ვებრძვით ჩვენ. და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მოვა ძალიან მალე ის დღე, როდესაც მთლიანად საჯარო სექტორიც გადმოვა ამ მხარეს. იმიტომ რომ საჯარო სექტორს იმდენი ოფლი აქვს დაღვრილი იმისთვის, რომ ჩვენ დასავლური კურსი აგვეღო და ჩვენ ყოფილიყავით დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორი და ყველაფერი წყალში ჩაიყარა ახლა, ხო? ჩვენ ვიცით რა როგორ დრაკონული კანონები არის მიღებული ბოლო პერიოდში და ყოველდღე როგორ კანონებს იღებენ. ეს არ არის კონკრეტული ერთი ქართული ჯგუფის პრობლემა. ეს არის მთელი საქართველოს პრობლემა და ამ პრობლემას უნდა დაუპირისპირდეს მთელი საქართველო. ეს არ არის პარტიული სიმპათიები. მე ცხოვრებაში არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არ ყოფილვარ და ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვიყავი აქამდე ყოველ შემთხვევაში და აი სულ მაგას ვამბობ, რომ ეს რა დღე გაგვithენ და გზაში მე და ნინოს ამას მსჯელობდით, რომ რას წარმოვიდგენდით, რომ ჩვენ ესე მოვწყდებოდით ჩვენ საქმიანობას, ჩვენ საყვარელ საქმიანობას და ერთ დღეს გავიღვიძებდით და აი ამ შუა ომში ვიქნებოდით. ეს ომი არ არის ქართული ოცნების პირობითად ვამბობ და ჩვენი ომი. ეს არის ომი, როდესაც ჩვენ ვებრძვით რეჟიმს და რეჟიმი არის რუსული. ჩვენ ამით უნდა დავამარცხოთ რუსული რეჟიმი. ძალიან დიდი ბატონო ლარისა და სოფო გადმოვათ. ხო, აი მარიამ რო ამბობენ ხოლმე, ხო, აი დავიღლებით სადამდე, როდემდე და როგორ, ხო? აი ვფიქრობ ხოლმე მართლაც როგორ შეიძლება და ყველა ხო, ნუ ინდივიდუალურად ყველა განსხვავებულები ვართ. და ჩემი საკუთარი გამოცდილება, საკუთარ თავს ვეკითხები ხოლმე, ხო, აი რანაირად და აი საკუთარი თავი მეუბნება, მიუხედავად რომ ახლა კი უცნაურ რაღაცას ვრო, საშინელი ზარმაცი ადამიანი ვარ, საშინელი. უკვე ერთი თვის წინ ბილეთი მქონდა ნაყიდი, ერთვის რა დეკემბრის დასაწყისში უნდა წავსულიყავი და ჩამოვსულიყავი, როცა არ დადეგები დამთავრდა, უკვე ეს დაგეგმილი მქონდა. ბევრი რაღაც მქონდა დაგეგმილი. არ მიყვარს საერთოდ დიდად ქუჩაში ეს სიარული, სახლის ადამიანი ვარ. ყველაფერი გადავდე, ბილეთი გადავდე სადღაც ზაფხულზე და კიდევ უფრო გადავდებ. ჩემი ყველა საქმე გადავდე. ფაქტობრივად წიგნი, რომლის პრეზენტაციაც მინდოდა ჩამეტარებინა და ერთ სული მქონდა, გამოვიდა, გადავდე. ყველაფერი გადავდე და ჩემ თავს ვატყობ, რომ კი არ მეზარება რამე. ერთი სული მაქვს, როდის მოვა 8 საათი, რომ ჩავიცვა და გავიდე და დავდგე. იმიტომ რომ მე ვიცი ზუსტად რომ იქ რომ მივალ, იქ დამხვდება, აი ნიკას მეუღლე ეკა მონიავა აუცილებლად გაღიმებული და ეს ოპტიმიზმს რო რა ვიცი, აი აფრქვევს ეს ქალი. დამხვდება ნიკა, დამხვდება ბესო, დამხვდება ნინო, ჩემი მეგობარი, დამხვდება კიდე მეორე ნინო და ვიცი რომ მე იმათ ვნახავ იქ აუცილებლად. და სხვა ადამიანებსაც, ვისაც მე არ ვიცნობდი და ვინც გავიცანი და მივხვდი რომ მათაც როგორი ადამიანები საოცარი მე ბევრჯერ მithქვამს რომ ჩვენ ხო რაღაც ყველას თავის სამეგობრო წრეები გვყავს და ნუ ვიცით ხო ვინ რა ვართ და აღმოჩნდა რომ საქართველოში არის უამრავი ადამიანი რომელიც არის პროფესიონალი პატრიოტი, შემდგარი, ყველანაირად და
და კიდევ უფრო მე რაღაცას ვიტყვი და სულ აი ამას ვამბობდი რომ მე მივხვდი აი ამ აქციებზე რომ ხომ ხო თქოს აქტიური და ისეთ მოქალაქე თვითვლები ამ ქვეყანაში სულ ცოტა 10000 ადამიანია ჩემზე უფრო პატრიოტი და ჩემზე უკეთესი მოქალაქე ამიტომ მე რომ წავიქცე ჩემამდე ეს 10000 კაცი უნდა წააქციო კობახიძე და არ გამოვა, ვერ წაგვაქცევთ, იმიტომ რომ ისევ ამბობ, ერთ-ერთი ყველაზე ზარმაცი ადამიანი ყოველდღე 8 საათზე ვიცნობ, მივდივარ და იქ ვდგავარ და ვიდგები. აი ხა ჯერ ვამბობ, ნუ მარტის ბოლომდე რომ ზუსტად ვიდგები, ვიცი და მე გაზაფხული მოვა და გაზაფხულზე ხო იცით რა ხდება? ისეთი კარგია. ისეთი კარგია, ისეთი ფლუიდოზურია, თან, კარგი ამიდიც მოდის, აი ამ რაღაც ბუშლატებსაც გავიხთით. და აი უფრო ბედნიერები ვიდგებით და უფრო ბედნიერად გადავაგდებთ ამ რეჟიმს. აბა ზამთარი გადავაგოროთ და ასევე მინდა რომ გამოვეხმაურო ლარისას ნათქვამ საჯარო მოხელეების გადმოსვლასთან მიმართებაში. ჩვენ ბოლო კვირის განმავლობაში და არა მხოლოდ ბოლო კვირის განმავლობაში მომსწრე გავხდით არაერთი საჯარო მოხელის გათავისუფლების იმის გამო რომ ისინი იუსტიციის სახლის ორი თანამშრომელი, ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერი და რუსთავის იუსტიციის სახლის მენეჯერი. და მინდა ვთქვა, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს თავის შედეგს. საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების გამო ჩათვალეთ, რომ შიგნით ძალიან დიდი უკმაყოფილება იზრდება, გროვდება და ეს უკმაყოფილება აუცილებლად ამოხეთქავს და აუცილებლად დაიწყებს სტრუქტურები რღვევას. გარდა ამისა, აუცილებლად მინდა შევეხო მე განათლებით ფსიქოლოგი ვარ და აუცილებლად მინდა შევეხო იმ ფაქტს, რომ ჩვენ ორ კოლეგას, ვინც არის მაია ცირამუა და ქეთევან ფილაური, ემუქრება 15 დღიანი პატიმრობა, ხვალ არის მათ სასამართლო, იმის გამო, რომ მზია ამაღლობელის მოსამართლის სახლთან აპროტესტებდნენ აი ამ ფაქტს. ეს არის წარმოუდგენელი და ეს არის დაუშვებელი და ეზო გადაკეტეს თუ რა ქნეს? მის სახლთან იყვნენ აპროტესტებდნენ ამ შექმნილ არაფერი ანუ ეს ჩვეულებრივ ქვეყანაში ეს არაფერი არ უნდა იყოს. მაგრამ ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივ ნინო ქათამაძესთან ერთად. სამი ხალი. ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივ მოცემულობაში, ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივ ქვეყანაში. ჩვენ ვართ ტერორში, სადაც ყოველდღიურად ვხედავთ, რომ პროფესიონალებს ემუქრებიან იმით სხვადასხვა რამით, იმიტომ რომ მათ არ დააფიქსირონ საკუთარი ხედვა, საკუთარი ღირებულებები. არ დაიცვან ის, რისიც სჯერათ. მაგრამ ჩვენ პირიქით ვამბობთ იმას, რომ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ იმას, რისიც გვჯერა. და ამისთვის ჩვენ გადანაწილებული გვაქვს ჩვენი დღეები და კვირის განმავლობაში 7-ვე დღეს თითოეული პროფესიის წარმომადგენელი ვიდგებით რუსთაველზე, მანამ სანამ არ მოხდება ჩვენ მოთხოვნების დაკმაყოფილება. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სხვა პროფესიის წარმომადგენლები ძალიან მალე შემოგვიერთდებიან და იდგებიან ჩვენთან ერთად რუსთაველზე. მოდი შეჯამებისკენ წავიდეთ, ძალიან ცოტა დრო გრჩება და მოდი დავიწყოთ ნიკა ისე თქვენთან. მაგაზე მოლოდინებით ცოტა ალბათ ხერხული ამ შემთხვევაში მოლოდინებზე საუბარი, იმიტომ რომ მაგაზე ვუფრთხით კიდევაც ხან-ახან ამ სიტყვას ბოლო პერიოდში. მაგრამ როგორ ფიქრობ, აი რამდენი ხანი მოუწევთ ამ ყოფილს არ შემიჩნევა და იგნორირება ამ ადამიანებს, რომლებიც დგავართ რამდენი ხანია უკვე რუსთაველზე, რამდენი ხანი მოგვიწევს. პრინციპში მოგვიწევს იმდენი ხანი, რამდენი საჭირო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ნუ მაინც მოდით ვნახოთ ადამიანების მაგალითები, ვისაც გაუვლია ძალიან დიდი სიძნელეები. ვიქტორ ფრანკლი, რომელიც საკონსტრუქციო ბანაკში იყო და მისი ოჯახის წევრები დაიღუპნენ, გამოვიდა და ძალიან დიდი ადამიანი იყო და გახდა, რომ მანამდე არ ყოფილა და სტოკდეილი იყო ასეთი ამერიკელი გენერალი. ეს რეცეპტი არის ასეთი, სტოკდეილის პარადოქსი ქვია. 7 წელი ეჯდათ ვიეტნამელებს ციხეში. ყოველ დღე ამბობდა რომ ნეხვში ვარ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ. არაფერს არ ალამაზებ და უყურებდა თვალებში. ჩვენ გვებძვის რუსეთი. ან თუ დარწმუნებული არა ვართ, ძალიან ცუდი და ძლიერი ადამიანი, ფესვგადგმული, რომელსაც უნდა რომ ჩვენი ქვეყანა მოახერხოს. მახრჩობელა გველის მსგავსი, მისი მეცახელიც იყო, ხო? ეს არის ფაქტი, ძალიან ძნელია, ძალიან ცუდია. ჩვენ ამაში, მაგრამ მათ წამდათ. წმენა არის ძალიან ძლიერი. და მე ყველას ვეუბნები, ქრისტიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის წმენის წყაროები და გვწამდეს რომ ჩვენ ბევრად უფრო უკეთესად ვიქნებით, ვიდრე აქამდე ვყოფილვართ. და ეს არის ზუსტად ის შავი ზოლი, რომელიც უნდა გავიაროთ, ის მოტაცებული
ნესტანი, რომელიც უნდა გამოვიხსნათ. აი ეს მომენტი არის და აი ამ ფორმულით გნებავთ ესე პრაგმატულად ხა თუ ფინანსისტების გაფიცოა დღეს, ნუ ფინანსისტები უფრო მეტად გავდივართ, გავიხსენოთ ეს ფორმულები, რომ გავძლიოთ ამ შიშს და გავიდეთ და ჩვენი ნების გამარჯვება ვიზეიმოთ. კი ბატონო ნინო. ნიკამ ახსენა ვიქტორ ფრანკლი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იყო საკონცენტრაციო ბანაკში და როდესაც ის საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოვიდა, შემდეგ საკუთარი გამოცდილება გააზიარა. ის ჩვენ გვეუბნება ესეთ რაღაცას, რომ საკონცენტრაციო ბანაკში პირველები დაეცნენ ისინი, ვისაც ეგონათ, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდებოდა. შემდეგ დაეცნენ ისინი, ვისაც ეგონათ, რომ ეს ყველაფერი არასდროს არ დასრულდებოდა და გადავრჩით ისინი, ვინც უბრალოდ არ შევწყვეტეთ მოქმედება. ქმედება, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. ხო, რა ვიცი, მეც შეუერთდები ჩემი მეგობრების მოწოდებას, რომ არ უნდა დავიღალოთ, უნდა ვიყოთ დისციპლინირებულები პირველ რიგში. და ეხლა არ ვიცი, რაღაცი არ მინდა რომ წინასწარებად რაღაცის გამომივიდეს ანონსი, მაგრამ არსებობს ახალი კვლევები, რომელიც გასაჯაროვდება უკვე ხვალიდან და ეს კვლევები არის ძალიან დამაიმედებელი. თქვენც ალბათ როგორც ტელევიზია ნახავდით, რომ თქვენმა რეიტინგმა აიწია ეს ბოლო რო კრიტიკული ტელევიზიების რეიტინგი იწევს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ იმეც ქონდა დიდი მაღალი რეიტინგი, იმიტომ რომ ეხლა გასართობი გადაცემებია და გასაგებია, მაგრამ კრიტიკული ტელევიზიების რეიტინგმა აიწია, ეს რაზე მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანებს აინტერესებთ სიმართლე და აინტერესებთ რა ხდება გარეთ. არ იფიქროს არავინ, რომ ხალხმა არ იცის რა ხდება გარეთ. ყველაფერი ძალიან კარგად იცის და ყველას უკვე ნელ-ნელა გაუჭირდება ესე რაღაც თვალდახუჭული, თუ აი არ შემჩნევ, არ შეიძლება შენ ვერ გაიგო ბრახუნი შენ კარზე. ხო, შენ შეიძლება რაღაც მოაჩვენო თავი, რომ რაღაცას აკეთებ, მაგრამ აი როცა კარებზე ვიღაცა გიბრახუნებს, მაინც ეს ბრახუნი შენამდე მოვა. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა საზოგადოება ყოველ შემთხვევაში რაღაც მოთხოვნებში მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ჩვენი თანაზიარები არის, მაგალითად, თანამოაზრები, მაგალითად მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ალბათ აი, რა ვიცი, აი კობახიძე და კიდე ერთი-ორი კაცი თუ მოიძებნება, ვისი მოთხოვნაც არ არის პოლიტპატიმრების გამოშვება. ვისი მოთხოვნაც არ არის, რომ შეწყვიტოს პოლიციამ ძალადობა. არ მეგულება ადამიანი ერთი-ორი გარეწარის გარდა, ვისაც მოსწონდეს აი ხარებას ეს რაღაცა სასაცილო, რაღაც უცნაური და თან ბოროტი კაცები, ხო? არ არსებობს ესეთი ადამიანი, ამიტომ აი უკვე ჩვენ რაღაცაში ერთიანები ვართ. ჩვენ ერთიანები ვართ იმაში, რომ არ შეიძლება ადამიანს მოწონდეს, რომ ახალგაზრდა ქალს ასეთ რაღაცებს ეუბნებოდნენ, ხო, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ამაში მთელი საქართველო ვიღაცა ხუთი რაღაც ცუდი ადამიანი, მართლა ბოროტი ადამიანის გარ არ არის. ღირსების ორდენების გადაცემის დროს ვინც იყო იქ? არა, იქაც ალბათ ვიღაცა არის დარწმუნებული ვარ, იქაც არის ვიღაც, ვისაც ეს არ მოწონს, როგორ ექცევა ხარება ადამიანებს. მე ასე მგონია. და ამიტომ აი ეს უკვე რაღაც ისი თქმამია, რომ ამ პროტესტმა და ჩვენმა გამძლეობამ და იმ შეცდომებმა, საბედისწერო შეცდომებმა, რომელიც დაუშვა უკვე რეჟიმმა, გააერთიანა ხალხი, გააერთიანა, ბევრად უფრო ბევრნი ვართ ახლა ერთ აზრზე, ვიდრე ვიყავით მხოლოდ როდესაც ვითხოვდით არჩევნებს. კი ბატონო. დიდი მადლობა. ეგია ნამდვილად და აპოლიტიკურობა ახსენეთ ცოტა ხნის, მაგანაც დაუღუპა, რომ აპოლიტიკურები ვიყავით და თავის დროზე არ მივიღეთ აქტიური მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის შენებაში, ასე ვთქვათ. მე ვარ ადამიანი, რომელიც აი ვიხსენებდი 16 წლის ვიყავი, ხავარ 40 წლის და 16 წლის ვიყავი პირველად აქციაზე რო ვიდექი და მე მახსოვს აქციები, სადაც 5 ადამიანები გეკითხულობდნენ და აპოლიტიკური ვიცავდი, მოკლედ სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე, აი რაღაცა უმცირესობების პრობლემებს ასე შემდეგ და ჩემთვის ახლა ეს დიდი მასშტაბური აქციები არის რაღაცა მთელი ცხოვრების რეპეტიციებს რო გავდიოდი, მოკლედ აქამდე მოვედი, მაგრამ ეხლა რაზე მინდა ვილაპარაკო, სოფოს მინდა გამოვეხმაურო რა.
10 ადამიანიდან 9 ადამიანი საქართველოში თვლის, რომ საქართველოში არის პოლიტიკური კრიზისი. ეს არის ბოლო კვლევიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ვიცით. იგივე 10 ადამიანიდან 9 ადამიანი თვლის, რომ უსამართლოდ სხედან ადამიანები დღეს საპატიმროში. ამაში ვართ ფაქტიურად ერთიანები. ამაში ერთიანობა არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ახლა ცოტა ბევრი ვილაპარაკეთ, მოკლედ ვიქტორ ფრანკლზე და ფსიქოლოგიაზე და ასე შემდეგ. мотивация არის როგორი ტიპი, იცით, რომ აი мотивация მოდის და мотивация მიტის. ამიტომ ახლა ჩვენ ვინც პროტესტში აქტიურად ვართ ჩართული, ჩვენ мотивациაზე დაფუძნებული არ არის ეს ჩვენი ქცევა. ჩვენი ქცევა არის დაფუძნებული დისციპლინაზე. ჩვენ ვართ ძალიან წარმატებული ადამიანები, ძალიან შემდგარი ყველა ჩვენ კარიერაში, ძალიან კარგად ვიცით რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მივახციოთ. ეს мотивация და რაღაცა ემოციური ნაწილი ნამდვილად არ არის. ეს არის ჩვენი აი ჯარისკაცული, დისციპლინური ბრძოლა, რომელიც არ გაჩერდება რა და რამდენი ხანიც არ უნდა დაგვჭირდეს, ჩვენ ვიდგებით რუსთაველზე, მანამ სანამ არ მივაღწევთ იმას, რასაც უნდა მივაღწევთ. რა თქვი, რომ ჩვენ ვართ შემდგარი ადამიანები, რეალიზებული ადამიანები, ეს არ არის 4 კაცზე ლაპარაკი. რა თქმა უნდა. მთელი რუსთაველი მთელი ბათუმი, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ყველა ქალაქებში, საქართველოს ქალაქებში, ვინც აპროტესტებს დღეს ამ საშინელ რეჟიმს, მართლა ყველა შემდგარი და რეალიზებული ადამიანი დგას ქუჩაში. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. კარგები ხართ. ნიკა, მე მგონი ჩვენ ცოტა ხნით უნდა გავიდეთ ახლა რეკლამაზე და ძალიან მალე დაგიბრუნდებით მეორე ბლოკში. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში ძვირფას სტუმრებთან ერთად და რა ხდება? ხო, გუშინ ძალიან დიდი ღონისძიება იყო საქართველოს საზოგადოებრივი ანსამბლეა დაფუძნა, მოკლედ, რომელშიც გაერთიანდა სხვადასხვა სფეროს ასე მეტი წარმომადგენელი და სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით გავაგრძელებთ აუცილებლად საუბარს და გავიგებთ კიდევ უფრო რა არის და რას ემსახურება ეს ანსამბლე? ემსახურება, რა თქმა უნდა. მოდი ახლა ჯერ წარვადგინოთ ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმრები. კი ბატონო. გიორგი თავართქილაძე, სალომე ძიძიგური და კოკა თოფურია არიან ჩვენი სტუმრები. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და მოდი გიორგი დავიწყოთ თქვენთან საუბრით. კარგად რომ გაგვარკვიოთ, ასე ვთქვათ, გუშინდელი დღის არსი და მნიშვნელობა. ნუ რატომ გახდა მსგავსი ანსამბლეს დაფუძნება ესეთი მნიშვნელოვანი? რატომ არის საერთოდ? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მნიშვნელოვანი დღე იყო ემოციური დღე ამავე დროს. დასასრული იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, როცა ცოცხლად შესრულდა. ამაღელვებელი ძალიან ყველა ნახე, რა თქმა უნდა. ჰიმნი შესრულდა ცოცხლად და თან არ ვიცი დაახლოებით 400-დან 500 ადამიანამდე იყო და ესე შეუცდომლად რომ ჰიმნი გაჟღერებული იყოს ცოცხლად ამდენ ხალხში, ნუ მე იშვიათად შეიძლება არც მქონდენა. ჩაგერთვები რა თუ შეიძლება როგორც რაღაცა პროფესიულადაც შევხედე, უცებ რომ უსმენდი ამ ჰიმნს. რა არის მე კიდევ ვფიქრობდი ქართველის ბუნება, რა თქმა უნდა იქ იყვნენ მომღერლებიც და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მაგრამ არავინ არ დატოვა ერთხმაში ეს ჰიმნი და მიუსადაგეს როგორც გვჩვევია ქართველებს, რა თქმა უნდა ის ჰარმონია ულამაზესი, რაც არის ამ ჰიმნში ჩადებული და ის მეორე მესამე ხმები იმდენად ლამაზად რომ სულ არ ჭირდებოდა რაღაცა შექმნილი. შენ ახლა პროფესიულად შენი ყურით კარგად გაიგე ყველაფერი და მე ცოტა გადავახვიე, იმიტომ რომ ჯერ მეგონა რომ ჩართული იყო. უცბად მივხვდი რომ არ არის ჩართული. ყველას გვაქვს რაღაცა ციცხვში და ხორცში და მართლა საოცარი იყო. სხვა იყო მე როგორც არაპროფესიონალურად ჩემზე და ყველა არაპროფესიონალზე მოახდინა გავლენა, იმიტომ რომ კარგად შესრულებული მუსიკალური ნაწარმოები, თუმცა ჰიმნი ხო, ყველასთვისა, ხო, მუსიკა ადამიანისთვის და კინო ადამიანისთვისა უბრალოდ პროფესიონალები უფრო დაფასებულები. მაგრამ იცი რა, ეხა გავანალიზე ერთი რამ და ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომ
ეს პრაქტიკულად იყო ხო იმის გაგრძელება ხო რაც 1917-ში იყო ეროვნული ყრილობა. ეროვნულმა ყრილობამ დააფუძნა ასამბლეა, რომელიც შექმნის რაღაც ახალ დღის წესრიგს და პოლიტიკურ პროცესს შეუწყობს ხელს და ფართოებს და გააძლიერებს პროტესტს, რაც საბოლოო ჯამში კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებს ჩვენ ქვეყანას და სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებას, ხო? მაგრამ აი ეს პირველი რაც იყო 1917-ში ეხლა მივხვდი რომ აი ეს ბედნიერება რაც გუშინ რაზეც ეხლა ჩვენ ვილაპარაკეთ რაც გუშინ ახლდა ამ დღეს ხო მაშინ არ იქნებოდა იმიტომ რომ მაშინ ჩვენ ჰიმნი არ გქონდა ეს იყო 1917 წელი ჰიმნი დაიწერა 1918 წელს მაგრამ ჰიმნი რომ დაწერილი იყო და ამ ჰიმნის დაწერას რომ შინაარსი და მნიშვნელობა ჰქონდა ზუსტად 1917 წლის ეროვნულმა ყრილობამ მოამზადა ამისი საფუძველი რა ჩვენ ეხლა ვართ ბევრად უფრო წინ ამ თვალსაზრისით რომ ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, უბრალოდ სახელმწიფო არის ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ, იმიტომ რომ de facto მმართველობამ, რეჟიმმა, რუსულმა ძალამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აღარ გქონდეს სახელმწიფო, აღარ გქონდეს ინსტიტუციები და აღარ ფუნქციონირებდეს სახელმწიფო, აღარ არსებობდეს მოქალაქე და სამოქალაქო საზოგადოება. ამიტომ მნიშვნელობით ალბათ უტოლდება ეხლანდელი ვითარება და ამ ასამბლეის შექმნის ამ ეროვნული ყრილობის მოწვევის მიზანი და საჭიროება მიზნებში უტოლდება ზუსტად მაშინდაც, იმიტომ რომ მაშინაც იყო რა, მაშინ უბრალოდ მანამდეც არ არსებობდა სახელმწიფო და აღარც მერე იყო უბრალოდ განსხვავება იყო რაში, რომ ჩვენ ვიყავით რუსეთის იმპერიის მმართველობის ქვეშ და უცბად აღმოჩნდით მათ გარეშე სრულ თავისუფლებაში და შეიძლებოდა საფუძველი ჩაყროდა ანარქიას. ცოტა ხანი გაგრძელდა ეს. ამ შემთხვევაში ამისი საშიშროებაა, რომ ქაოსი და ანარქია შეიქმნას, როდესაც აღარ არის სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოება აღარ არსებობს. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ეს დღე. ეხლა მეორე საკითხია რა მოხდება რა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები და საკითხების განხილვა გველის წინ, მნიშვნელოვანი კონტრიბუცია უნდა შევიტანოთ ჩვენ მოქალაქეებმა. მე ვარ ერთი რეჟისორი, რომელიც ამ ამბებში ჩაერთო დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, როდესაც დავინახეთ, რომ კინოცენტრი პრაქტიკულად კინოცენტრის ოკუპაცია მოახდინეს, მანამდე არც არასდროს მიფიქრე არც მეგაფონის ხელში აღებაზე და ჩემ თავს არასდროს უწოდებდი აქტივისტს. გულწრფელად რო გითხრათ, არც ეხლა მგონია რომ აქტივისტი ვარ, იმიტომ რომ აქტივისტები ბევრად უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე მე ვაკეთებ. მე მგონია ჩემი თავი უბრალოდ მოქალაქე და მგონია რომ ამას უნდა აკეთებდეს, მინიმუმ ამას უნდა აკეთებდეს ყველა მოქალაქე. მე ვაკეთებ ალბათ მინიმუმს. და ეხლა მე აღმოჩნდი დღეიდან დღეს დილა რომ გათენდა მივხვდი რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს, იმიტომ რომ მთელი ჩემი დრო და რესურსი უნდა სწორად გადავანაწილო და უდიდესი ნაწილი უნდა დაუთმო ეხლა ასამბლეაში მუშაობას. ხო, რა იქნება და როგორ იქნება, ჩემი მეგობრები უფრო უკეთესად იტყვიან. მე როგორც ვიცი, ახლა QR კოდი ჩანს ჩვენს ეკრანზე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ დაასკანიროს, გაიაროს, ნახოს ინსტრუქცია და გაწევრიანდეს, ხო? ხო, სწორად ვამბობ. შეუძლია გაწევრიანდეს ასამბლეაში, თუმცა არსებობს რაღაცა მაგათ მოწესთვის კითხვა. ხო, ნებისმიერ მოქალაქეს შესული ექნება გაწევრიანდეს ასამბლეაში და ისმოდეს მისი ხმა, როგორც მოქალაქისა, შეუძლია გაწევრიანება სხვადასხვა გზით. ერთი არის შეუერთდეს ინტერეს ჯგუფს და მეორე არის მოძებნოს თემა, რაც მის ინტერესის სფეროა და ამ თემის, ასე ვთქვათ, გარშემო შეუერთდეს მომუშავე ჯგუფს უკვე. ეს ძალიან მარტივად ხდება, როგორც ახსენეთ, ჩვენს ვებგვერდზეა გათავსებული შემოერთების ფორმები და ყველა შეუძლია ამის ნახვა. ინფორმირებულებრივად რასწორია ხო ყველა დაინათ. ხო, რა მე რაღაცა კიდე მინდა რომ მაყურებლამდე უფრო კარგად მივიდეთ, კარგად ავხსნათ მნიშვნელობა. მე უფრო რაღაც ემოციურ ნაწილს შევხვდები. მე არ ვთქვი რა არის ზოგადად და მაგრამ დავუთმობ. ავხსნათ უფრო კარგად რომ მაყურებელმა გაიგოს, რა ვიცი, ხა ზოგი იფიქრებს რომ ისედაც ვდგავართ რუსთაველზე ამდენი 1000 ადამიანი და კიდე რა საჭიროა ეს ასამბლეა, ხო? ცით ასამბლეა ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ეს არის საზოგადოებრივი სტრუქტურა, რთული საზოგადოებრივი ორგანიზაცია შედარებით, რომელიც მაქსიმალურად გამოხატავს, უნდა გამოხატავდეს იდეა ესაა, რომ გამოხატავდეს ფართო საზოგადოების აზრს. ანუ აქ უნდა იყოს წარმოდგენილი ფართო საზოგადოება. ზოგადად განვითარებული საზოგადოება სწორედ იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია, რომ ასეთი ტიპის სტრუქტურები ჩამოაყალიბოს. საბოლოო ჯამში ასეთი ტიპის საზოგადოებრივი სტრუქტურები მე კიდევ უფრო ქმნიან
პარტიებს, პოლიტიკურ პროცესს და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ შეიძლება საქართველოსზე ვთქვათ, რომ საფუძვლებით არ დაგვიწყია საფუძვლებიდან კორპუსის მშენებლობა, ჩვენ გვაქვს ესეთი საზოგადოება, კორპუსს რო შევადაროთ, თქო, აი მე-12 სართული გარემონტებულია და ამ დროს თქო მე-13 სართული კარკასულ მდგომარეობაშია, ფუნდამენტი ჯერ არ არის ბოლომდე დასრულებული. და ამიტომ აი ესეთმა შენობამ მისცა რეალურად ბზარი, უჩვენა რომ ეს არ არის მყარი, არ არის ნდობა, არავის არ უნდა ამ შენობაში შესვლა და ალბათ ჩვენ უნდა დავიწყოთ ყველაფერი საფუძვლებიდან. აი საფუძვლებიდან იწყება ასე, რომ ადამიანების ინტერესის ჯგუფი ერთიანდება, ისინი წარადგენენ საკუთარ წარმომადგენლებს რაღაცა უფრო ფართო წარმომადგენლობით ორგანოში და აი ესეთი სხვადასხვა ინტერესის ჯგუფების ალიანსებით კავშირი დაპირისპირების საბოლოო ჯამში შემდგომი ეტაპი არის ხოლმე პარტიების ჩამოყალიბების პოლიტიკური პროცესი და ასე შემდეგ. ჩვენ დავიწყეთ ისე ჩვენთან იყო პარტიები, მოკლედ მაგალითად ვთქვათ, რომელი ინტერესის ჯგუფს წარმოადგენენ კონკრეტული პარტიები, შეიძლება გაგვიჭირდეს, ხო, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რაღაცა პარტია არსებობს, რომელშიც გაერთიანებული არის სრულიად სხვადასხვა წამსის, იდეოლოგიის და ინტერესების ადამიანები, ხო? აი ამიტომ მიიყვანა ალბათ ჩვენი პოლიტიკური პროცესი ზოგადად ამან მიიყვანა ესეთ ჩიხურ სიტუაციამდე. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ვიტყვი, რომ ამ ასამბლეას არ აქვს არანაირი პრეტენზია, რომ ეს იქნება გარდაიქმნება ოდესმე მაინც რაღაცა პოლიტიკურ პარტიად, რომელშიც არა ნამდვილად, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქ უნდა შეიქმნეს ცენტრი, მიზიდულობის ცენტრი, რომელიც სადაც ბევრი ადამიანი მოახერხებს საკუთარი ინტერესების პოვნას და წარმოჩენას აქ. ეს იქნება პლატფორმა, სადაც ეხლა საუბრობდით, რომ როგორ შეიძლება გაწერიანდეს ადამიანები და 100 კაციან ინტერესის ჯგუფს შეუძლია საკუთარი წარმომადგენელი ყავდეს. ეს ინტერესის ჯგუფი შეიძლება იყოს უამრავი, მაგალითად, რა ვიცი, შეიძლება იყოს რა ვიცი იმპორტიორთა ინტერესის ჯგუფი, სიტყვაზე ლაპარაკობ, დეველოპერების ინტერესის ჯგუფი, იმიტომ სხვა პროფესიული თუ სხვა წარმომადგენლებს ადამიანებს მათ აქვთ გარკვეული ინტერესები, რაც მათ აერთიანებს, ხო? შეიძლება იყოს რა ვიცი სკოლის დირექტორთა ინტერესის ჯგუფი, რომ მათაც რაღაცა ინტერესი აქვს, ხო? ასეთი სხვადასხვა ინტერესის ჯგუფები ქმნიან უკვე ჩვენ საზოგადოებას. სადაც რა თქმა უნდა, სულ ყველა ამ ინტერესის ჯგუფის ხმა უნდა ისმოდეს. მაშინ იქნება ჩვენი საზოგადოება წარმატებული, ჭეშმარიტ დემოკრატიული თუ მაქსიმალურად ინკლუზიური არის საზოგადოება. ხო, ინკლუზიურობა ნიშნავს, რომ ესე იგი ჩემი ხმაც ის თქვენი ხმაც ის ჩვენ რაღაცა ინტერესი რო გვაქვს, ეს ინტერესი არ არის სადღაც დაკარგული. აი ხა მაგალითად პირიქით იმას რომ შევხედოთ რა სიტუაციაში ვართ, ხო, ახლა მე არ მჯერა რა თქმა უნდა, მაგრამ დაუშვათ მართლაც და 53% მოიპოვათ ქართულმა ოცნებამ, ხო? ხო არის 47 მათი თვალსაზრისით ხო არსებობს 47% თითქმის ნახევარი მოსახლეობის, რომელიც მათ არ ეთანხმება, რომელიც პარლამენტში მათი წარმომადგენლები არც კი არიან. და ასეთ დროს, როდესაც პარლამენტი ყოველ დღე აცხობს კანონებს, აი ესეთი პარლამენტი, რომელსაც ასეთი დაბალი ლეგიტიმაცია აქვს, თორსა ნახევარი მოსახლეობის წარმომადგენლობა სადაც შესული არ არის იქ, ის მაინც თავის თავისუფლებას აძლევს, რომ ყველასთვის მიიღოს კანონები. ეს არის აბსოლუტურად არაინკლუზიური ხელისუფლება, ხო? ხელისუფლება, რომელსაც პრინციპში სრულად არ აინტერესებს, არა თუ რაღაცა მოსახლეობის 1%-ის ან 9%-ზე, არა, ბლოკშიც ეგ კითხვა დავუსვენ. თავიანთი წარმოდგენით 47%-ის აზრი არ აინტერესებს, უბრალოდ 80%-ს არ აინტერესებს, მაგრამ თვითონ როგორც აღიარებენ, მინიმუმ 47%-ის მოსახლეობის აზრი საერთოდ არ აინტერესებს. ასეთ საზოგადოება, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება თანამედროვე საზოგადოება, ვერ იქნება კარგი საზოგადოება. ეს არის ისეთი საზოგადოება, რომელშიც ჩვენ ცხოვრება გვინდა და ჩვენ გვინდა ჩვენი შვილები და შვილიშვილები მოვალ ასეთ საზოგადოების ცხოვრება. ანუ ეს არის პირველი ნაბიჯები იმისკენ, რომ ჩამოაყალიბოთ ჭეშმარიტ და დემოკრატიული საზოგადოება, სადაც ყველასი ხმა ისმის და ყველასი ხმა არის საინტერესო. ძალიან დიდი მადლობა. მაგრამ არის ხა მთავარი საკითხები. ეს მთავარი საკითხები არის პოლიტპატიმრების, რეჟიმის წვეების გათავისუფლება, ახალი არჩევნების დანიშნვა და საერთო ჯამში დემოკრატიულ ველში დაბრუნება პროცესების, ანუ კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნება რა. აი ამ საკითხების გარშემო სხვადასხვა ქვესაკითხები რაც დაისმება, ეს იქნება პრიორიტეტული საკითხები არის ესენი. ამის გარშემო მოხდება უკვე კონსოლიდირება
ინტელექტუალური რესურსისა, რომელიც შეიძლება ყოველდღიურად ჩვენ გვხდება რუსთაველზე და ეხლა ცოტა ხნის წინ ვამბობდი, რომ რუსთაველზე რამდენჯერ ყოფილა, რომ მდგარვართ და შემოუკრებილ ვართ უცბად. სამეგობრო წრე, მეგობრის მეგობარი, ვიღაც ნაცნობი, რომელსაც შეიძლება არ იცნობდი მანამდე კარგად და წარმოშობილა უცბად ძალიან საინტერესო დიალოგი და დიალოგი ყოველთვის რუსთაველზე რას ეხება კრიზისის დაძლევას, ხო? და რამდენჯერ გვიფიქრია, რომ ეს დიალოგი შედგა და დასრულდა და გაიფანტა. ანუ არც არავინ ჩაიწერა, ვიღაცამ შეიძლება დაიმახსოვრა, მაგრამ ხვალზე, მასზე აღარ გემახსოვრება ეს ყველაფერი რა. აი ამ ყველაფრის სტრუქტურირების სივრცე იქნება და შესაძლებლობა ასამბლეა, რომელიც უკვე ამ ყველაფრის ფურცელზე გადაიტანს და შეიძლება გუშინ სამი კაცი შემადგენლობით იდექი და რაღაცას ემსჯელობდი, მაგრამ იცოდი, რომ აი მეოთხე კაცად გამოგადგებოდა ვიღაც, რომელმაც აი კონკრეტული ნიუანსები იცის და ამ მათი მოწვევის შესაძლებლობა გექნება ამ კომისიებში. ანუ კომისიები და კომიტეტები შეიქმნება, რომლებიც პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა მიმართულებებზე იმსჯელებენ, მოვლენ და შეიძლება პარალელურ რეჟიმში ორი კვირის ვადაში, ერთი თვის ვადაში დაიდოს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ანალიზი უკვე ფურცლის დონეზე, რაც გახდება რეკომენდაციის სახე მიეცემა. სხვათა შორის გაეროს გენერალური ასამბლეის პრაქტიკულად იდენტური არის ეს ასამბლეა, ანუ ახლიდან არ ხდება რაღაც ახალი ველოსიპედის გამოგონება, უკვე აპრობირებული საინტერესო სტრუქტურირებული მეთოდის გადმოტანა ხდება ჩვენ სივრცეში და ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება არც პარლამენტის ჩამონაცვლებელი და ალტერნატივა პარლამენტისა და მთავრობისა, არც ის იქნება, რომ თქვა ეს ჩაანაცვლებს პროტესტს, არა, პირიქით პროტესტს გააძლიერებს და პროტესტში არსებული ინტელექტუალური რესურსის აკუმულირებას შეძლებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი. ინტერეს ჯგუფები ვახსენეთ და ამ შემთხვევაში QR კოდით ხდება მხოლოდ დაკავშირება თქვენთან თუ სხვა ვთქვათ გზაც არსებობს, რომ ის ინტერეს ჯგუფები დაკავშირდნენ ასამბლეასთან. ამ მომენტისთვის ყველაზე ხელსაყრელი არის ვებსაიტზე იმის გაკეთება, მაგრამ ვინაიდან ეს არ არის მნიშვნელოვანი ხო იმის თქმაც კიდევ რომ ეს არ არის იურიდიულად არსებული ოფიციალური ორგანიზაცია არ არსებობს ეს არის შეთანხმება მხოლოდ არავინ ამაში ფულს არ იხდის არავინ ხელფას არ იღებს ამაში ეს არის სრულად ენთუზიაზმზე კეთილნებაზე დაფუძნებული რაც ავტომატურად აზღვევს იმას რომ შენ უნდა გაინტერესებდეს და საბოლოო ჯამში კეთილი მიზნები უნდა გქონდეს თუ კეთილი მიზნები არ გაქვს ბოროტი მიზნებით არავინ არ აფინანსებს და ცოტა ხანში ვნახავ გამოსვლებს სერვერებსაც მოყვებიან ისე რუსთაველის პროტესტი არ გეყოთ ხა ამით რომ კიდე უშლით ნერვებს იმ საწყალ ხალხს. ხო, სხვა შორის ბონია რომ ეხლა საკმაოდ ნერვები მოშლილები იქნებიან და არ მოეწონებათ ეს ამბავი. წინა ბლოკში ვუსმენდი და ეს უკვე ბუნებოდიში ბუნებრივად გაჩნდა მოთხოვნა რომ ვორგანიზდეთ რაღაცა ახალი განზომილება უნდა დავამატოთ. უფრო ქმედითი უნდა გავხადოთ საზოგადოების მხრიდან ზეწოლა, ხო? იზრდება ხო ქართველი ერი რეალურად და ძალიან ბევრი გარდატეხა მოხდა, ხო? აბსოლუტურად ყალიბდება როგორც რაღაცა პოლიტიკური ნაცია. ჩვენ ეს გვჭირდება ჩვენი პარტნიორებისთვისაც, რომ დაინახონ რომ რეალურად პოლიტიკური ნაცია ვართ და ყალიბდებით პოლიტიკურ ნაციად, ხო? რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ასამბლეას აქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები. ჩვენი მთავარი კითხვა იყო, რომ ჩვენ ახლა უნდა გადავრჩეთ. კრიზისთან უნდა ამოვიდეთ, აუცილებლად, მაგრამ ეს არ არის თვითმიზანი. რისთვის გვჭირდება, რატომ გვჭირდება კრიზისთან ამოსვლა? იმიტომ რომ დაუბრუნდეთ დემოკრატიულ რელსებს, ხო? მაგრამ რეალურად ამის უკან დგას რა გვინდა, რა არის ჩვენი გამოწვევა, როგორც საქართველოსი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისა. ის რომ შევძლოთ და ვუზრუნველყოთ ისეთი ქვეყნის შენება, სადაც ყველა დემოკრატიული ქვეყნის შენება, სადაც ყველა მოქალაქე დაცულად გრძნობს თავს და გარანტირებულია მისი განსხვავებულობისგან მიუხედავად მისი განვითარება, ხო, ამ ქვეყანაში. და ამავე დროს ვიყოთ აქტორები და კონტრიბუტორები საერთაშორისო დონეზე. უბრალოდ ამაზე საუბარი არ გამოგვივა, თუ არა მოვიდეთ ამ კრიზისიდან რაშიც ახლა ვართ, ხო? როდესაც მრავალხმიანობაზე საუბრობდით, ეს მრავალხმიანობა ჩვენი კოდია, კულტურული კოდია. ამდენად როგორ შევძლოთ ამ მრავალი ხმის რაღაცნაირად ჰარმონიაში მოყვანა, გაერთიანება, ხო? ამის ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ქმედითი მექანიზმი შეიძლება იყოს ასამბლეა, რომელიც არ არის და მე ყოველთვის ახსნას ვიწყებ, რა არ არის ასამბლეა, თქვენც ახსენეთ, ეს არ არის რაიმეს ალტერნატივა, ეს არ არის ალტერნატიული ძალაუფლება, არ არის ჩრდილოვანი კაბინეტი, ეს არ არის პარლამენტი ან სახალხო პარლამენტი. Deep State-იც არ არის, ხო? ხო, Deep State-ი არ ვართ. ნამდვილად არ ვართ. მე მგონი პირველს ასაც დაგვაბრალებენ Deep State-ი. ალბათ. ჯერ ნაცები იქნებით, მერე Deep State-ი იქნებით, ეს გლობალური ემის პარტია
პარტია სადღაც გაქრა და დაიხურა, არ ვიცი. შეიძლება არ დავიწყოთ. ხო, და მთავარი ეს არის. მე მგონი მთავარი ბუდიშო გაწყვეტინე, მთავარი ის არის, რომ მივედით იქამდე, რომ ეს რეჟიმი შეიცვლება და ყველაფერი თავის რელსებზე დადგება, მერე უფრო მეტი სამუშაოა რეალურად, ხო მართალია? რეალურად ასე და სწორედ აი ერთ-ერთი მიზანი ასამბლეაზე არის ეს, რომ ერთი რომ ახლა რას ვაკეთებთ, როგორ ვაძლიერებთ საზოგადოების ეწოლას, რომ მივახციოთ ხელახალ არჩევნებს და დასრულდეს პოლიტდევნა და აქვე ვისარგებლებ თქვენი ეთერით და ხარდაჭერას და ჩვენ დიდ პატივისცემას გამოხატავ ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ახლა დევნილია სიმართლისთვის, ქვეყნისთვის, თავისუფლებისთვის, ბრძოლისთვის. აუცილებლად ერთად გავიმარჯვებს და ქვეყანაც გაიმარჯვებს. ხო, როგორ უნდა დასრულდეს პოლიტდევნა, მაგრამ აი მე რას ვაკეთებთ, ხო? მე რას შვებით? საუბრობთ, რომ გვინდა ევროინტეგრაცია, ამას სჭირდება მომზადება. საჭიროა, რომ ადამიანები იმუშაონ სტრატეგიულ, ასე ვთქვათ, ხედვებზე, ტრაექტორიებზე, ხო? მნიშვნელოვანია, რომ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, ამაზეც დავიწყოთ საუბარი, ხო? დავიწყოთ იმის გააზრება, რატო ტრიალებთ მუდმივად ერთსა და იმავე ციკლზე, რა არის ამის დაუშვით აქამდე და რა რა უწყობს ამ ყველაფერს ხელს, მაგალითად რატომ არის რომ კონსტიტუცია პრინციპში გარანტორია ამ უზურპირებისა, ხო, ძალაუფლების. და აი ასეთ საკითხებზე უნდა დავიწყოთ მუშაობა. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მართლა ძალიან კარგი ნაბიჯები გადაიდგა. ძალიან სასიამოვნოა თქვენთან საუბარი, მაგრამ იცით რომ საერთოდ დრო შეზღუდული გვაქვს და ამიტომ დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, რა თქმა უნდა, მობრძანებისთვის და ახლა საინფორმაციო დროა ჩვენს ეთერში, ჩვენ კი პირველების შემდეგ დაგიბრუნდებით ძალიან კარგად. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის. პირდაპირ დავიწყო ემოციებზე საუბარი, როგორ მიხარია ხოლმე, ალბათ მაიასაც ამხედავ. დაიწყე და მე გავაგრძელე. დიდი მადლობა. მოგესალმებით, დავბრუნდით, რა თქმა უნდა, მაია ხერხეულიძესთან ერთად და ჩემთვის ძალიან საყვარელი და ძალიან საინტერესო რუბრიკით, რა თქმა უნდა და დღეს გვაქვს თემა, რომელიც ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრ ადამიანს შეეყარა ღორის გრიპი, ეგრეთ წოდებული A-ტიპის ვირუსი, ხო სწორად თქო? კარგად რომ განვავრცოთ, როგორ შეიძლება რომ დავიცვათ თავი და ასე შემდეგ. საერთოდ რიგი პრობლემები, რაც ამ გრიპს უკავშირდება და თუნდაც მაღალი ცხელების დროს როგორ უნდა მოვიცეთ მშობლები და ასე შემდეგ. გეთახმები, ნამდვილად საკმაოდ გავრცელდა და თუ ავიღებთ დღეს გავრცელებული ვირუსული ინფექციების, რომელიც ყოველთვის გვაქვს ხოლმე ზამთრის პერიოდში, დაახლოებით მეოთხედი გრიპზე მოდის, ორი ძირითადი ვირუსი ცირკულირებს, A და B ტიპის ვირუსი და სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე წარმოვიდგინოთ ისევ ერთხელ გავახსენოთ ეს მაყურებელს ჩვენი რუბრიკის სპონსორი. კი ბატონო, ეს არის დეკლარი, შვეიცარიული პრემიალური ხაზი, რომელიც სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის არის შექმნილი. 45 წლიანი გამოცდილება აქვს, პრაქტიკულად მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში არის წარმოდგენილი და ბრენდი არის, რომელიც მთლიანად არის ორიენტირებული შედეგზე და ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. გავაგრძელო? და ბრენდი, რომელიც ზრუნავს მამაკაცებზე. კი ბატონო, ისევე როგორც ხალბატონებს. რა თქმა უნდა. გრიპი ან მართლა ძალიან გავრცელდა. უნდა ვთქვათ, რომ დღეს კი მოსახლეობას იძახის ხოლმე, რომ აი ღორის გრიპი მაქვს, თუმცა ეს არ არის ტრადიციული ნამდვილად ის ღორის გრიპის ვირუსი, რომელმაც 2009 წელს საკმაოდ დიდი პანდემია გამოიწვია და ძალიან მძიმედ მიმდინარეობდა. ანუ რეალურად ეს ვირუსი ახლა სეზონური ვირუსია, სეზონური A-ტიპის ვირუსი არის H1N1. განსხვავებული არის პანდემიისგან იმ თვალსაზრისით, რომ პანდემიის დროს ჩვენ გვაქვს ხოლმე ახალი შტამი, აბსოლუტურად, ანუ მუტაციის შედეგად მიღებული ახალი ვირუსი, რომელზეც მოსახლეობას საერთოდ არ აქვს დაცვა და ამიტომ დასნებოვნების შემთხვევები და მძიმედ მიმდინარე შემთხვევები არის ძალიან მაღალი. ეს სეზონური ვირუსია, გაცილებით უფრო მეტად გავრცელებულია დღეს ვიდრე B ტიპის ვირუსი, თუმცა B ტიპის ვირუსიც ხდება გრიპის. რატომ საუბრობთ ხოლმე ხშირად გრიპზე? იმიტომ რომ სხვა ვირუსული ინფექციებისგან
განსხვავებით გრიპი მაინც ყველაზე უფრო მძიმედ მიმდინარეობს და შედარებით უფრო ხშირი აქვს სხვადასხვა გართულებების სიხშირე. ხა რისკ ჯგუფი როგორც ყოველთვის არის ხოლმე ბავშვები, 5 წლამდე ასაკი, განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვები, ორსული ქალბატონები, მოხუცებულები, ის ადამიანები, ვისაც აქვთ რაიმე თანხლები დაავადება, თქვათ, ეს შეიძლება იყოს გულის დაავადებები, ფილტვის დაავადებები, ქრონიკული, ეს შეიძლება იყოს, თქვათ, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, რაც შესაძლებელია იყოს, თქვათ, თუნდაც მედიკამენტოზური დეფიციტები, თქვათ, ქიმიოთერაპიის დროს ან გორმონოთერაპია, როდესაც ჰორმონოთერაპია ტარდება, თქვათ, ხანგრძლივი დროით, ეს ადამიანები განსაკუთრებული რისკი არის ამ შემთხვევაში. ყველა სხვა ვირუსისაგან განსხვავებით იწყება უეცრად, ხო? აი სხვა ვირუსული ინფექცია მაინც არის თანდათანობით, თქვათ, ერთი დღე ცხვირიდან გამონადენი სურდო, ყელის ტკივილი, ნელ-ნელა იმატება, ტემპერატურა ჯერ სუფებრილური ან 37 და 5, 37 და 7, მერე ადის მაღალ ციფრებზე. აქ არის უეცარი დასაწყისი, ანუ თითქოს ყველაფერი კარგად არის და მოწმენდილ ცაზე მაღალი ტემპერატურა, როგორც წესი 38 ნახევარზე მეტი, ეხლა ძალიან ხშირად 39-40 ამ ტემპერატურით მიდით ხოლმე განსაკუთრებით ბავშვებში ყელის ტკივილი, ხველა, ხო? აი სამი ძირითადი ნიშანი არის, რომელიც ვლინდება ხოლმე უხშირესად, თუმცა შემდგომში, აი მეორე მესამე დღეს შეიძლება კატარალურმა მოვლენებმა მოიმატოს, თქვათ, აი ცხვირიდან გამონადენი, თქვათ, ხველამ შეიძლება მოიმატოს, დასაწყისში შეიძლება არ იყოს ისეთი ძლიერი. ასევე მას ახასიათებს მკვეთრად გამოხატული თავის ტკივილი, კუნთების და ძვლების, აი კუნთების, ძვლების სახსრების ტკივილი, ისე რომ ხშირად არის ხოლმე ესეთი, რომ მოზრდილი ადამიანი წახს, აი თითქოს მოძრაობაც არ შემიძლია ისე ჩამაგდო, ხო, აი მოძრაობა მიჭირს. გამოვლილი გვაქვს. კი, ეს ხდება ხოლმე ხშირად. ეხლა რაც შეეხება პატარა მცირე ასაკის ბავშვებს 5 წლამდე, აქ შესაძლებელია იყოს კუჭნაწლავის ტრაქტის პრობლემებიც და ხშირად შეიძლება იყოს ღებინება, რომელიც თქვათ, კვებასთან არ არის დაკავშირებული, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ესეც ხშირი სიმპტომი არის ხოლმე ამ დროს. ეხლა, როდესაც ბევრი ადამიანი არის ავად, ხო, აი ხშირია რომ მშობლები თვითონ მშობლები იქნება ეს თუ მოზრდილი ადამიანი დაიწყო სიცხე და თვითონ გადაწყვიტავს რომ აი გრიპი მაქვს, არაფერი რა საჭიროა, თქვათ ან ექიმთან რა საჭიროა ვიზიტი, მე თვითონ ვიცი რა უნდა გავაკეთო, სიცხის დამწევს მივიღებ და ამითი შევებრძოლები, ხო? ეხლა სიცხის დაწევაზე ერთი რაღაც მინდა ვთქვა, რომ ტემპერატურა საერთოდ არის დამცველობითი, ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმია და ამ ტემპერატურის დროს ორგანიზმში უკეთესად გამომუშავდება დამცველობითი ნივთიერებები, რომ შევებრძოლოთ ჩვენ ამ ვირუსს. ამიტომ ყველა მაჩვენებელს სიცხისას დაწევა არ ჭირდება. ჩვენ საუბრობთ ხოლმე, რომ თუ 38-5-ზე მეტი არის ტემპერატურა, ამ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ სიცხის დამწევის გამოყენებაზე და თან ამ დროს მარტო მნიშვნელობა იმას კი არა, აქ რა ციფრია ტემპერატურა, მნიშვნელობა აქვს როგორი არის ზოგადი მდგომარეობა, ხო? თუ თქვათ ეს იწვევს მივარდნას, ადინამიას, თქვათ ცუდად გრძნობს ადამიანი თავს, ბავშვი თუ არის შეიძლება იყოს ძალიან აგზნებული ტიროდეს, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გამოვიყენოთ სიცხის დამწევი მედიკამენტები. ქალბატონი, შეიძლება კითხვა ჩაგეკითხებით, თუ შეიძლება ტესტირებას რამდენად უწევთ ამ შემთხვევაში რეკომენდაციას, იმიტომ რომ რამდენად მნიშვნელოვანია საერთოდ გავიგოთ რა ტიპის ვირუსი აქვს, სწორად დაინიშნოს მკურნალობაში. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში, მით უმეტეს როდესაც გრიპი გავრცელებულია. რატომ? იმიტომ რომ თუ ჩვენ ვიცით, რომ ეს არის თქვათ A ტიპის ვირუსი, თუ B ტიპის ვირუსი ცოტა მძიმედ მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ეტიოლოგიური მკურნალობა დავნიშნოთ. ანუ თუ ჩვენ ყველა სხვა ვირუსულ ინფექციასთან, მოდით ესე ვთქვათ, უძლური ვართ, ხო? იმიტომ რომ ამაზე არ გვაქვს ის მედიკამენტი, რომელიც მოქმედებს უშუალოდ ვირუსულ ინფექციაზე, ვთქვათ ბაქტერიისგან განსხვავებით, როდესაც ანტიბიოტიკს ნიშნავთ და ვიცით, რომ მას აქვს გადაფარვის სპექტრი და ბევრ ბაქტერიაზე მოქმედებს, ესეთი რაღაცა ვირუსულ ინფექციაზე არ გვაქვს. მაგრამ გრიპზე უშუალოდ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომელიც იწვევს გრიპის ვირუსის გამრავლების შეჩერებას და აქედან გამომდინარე ძალიან სწრაფად ახდენს კუპირებას, სწრაფად ახდენს სიმპტომების ალაგებას და ამიტომ ეს ნივთიერება ასეთ შემთხვევაში, ხო, ახლა ხალხმა იცის ტამიფლის სახელი, თქვათ, რომელიც საქართველოში არის დღესდღეობით, რამოდენიმე სხვადასხვა ვარიანტია, მაგრამ საქართველოში დღეს ეს არის ოსტელამივირი. ამ შემთხვევაში პირველი 72 საათში თუ ჩვენ მკურნალობა დავიწყეთ, ჩვენ გვაქვს შედეგი
ძალიან კარგი და ეს პირველ რიგში ეხება იმას, რომ გართულებები, რაც შეიძლება გრიპის ვირუსმა გამოიწვიოს, ეს გართულებები მცირდება მინიმუმამდე და ამიტომ ტესტირებას რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა. ხშირად ხოლმე პირველ დღეს, აი დღეს ეხლა დამეწყო ცხელება, ეხლავე გავიკეთე, შეიძლება არ იყოს ჯერ პასუხი დადებითი, თუმცა მეორე დღეს, ანუ 24 საათის შემდეგ, როგორც წესი, პასუხი ძალიან მაღალი სპეციფიურობით და თქვა სენსიტიურობით გამოირჩევა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რომ ტესტირება გავიკეთოთ. ერთს ვიტყვი უბრალოდ ცხელებასთან დაკავშირებით, დავბრუნდები უბრალოდ და ვიტყვი იმას, რომ ბავშვთა ასაკში მინდა იცოდეს პრობლემა, რომ თქვა ისეთი მედიკამენტი, როგორც ასპირინი არის, არ გამოიყენება სიცხის დასაწევად, თქვა მოზრდილთან თუ შეიძლება რომ გამოიყენოს, ბავშვებში არა. ბავშვებში ორი ძირითადი ნივთიერება გვაქვს, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და თქვა აცეტამინოფენი, რომელიც შეიძლება რომ აი მაღალ ციფრებზე იყოს გამოყენებული. ამის გარდა ძალიან მნიშვნელოვანი არის ოთახის ხშირი განიავება. ახლა ეს გრიპი ჩვენ ვიცით ყველამ, რომ არის ჰაერწვეთოვანი ინფექცია, ამიტომ გამოიყოფა თქვა ვირუსი ხველის და ცემინების დროს, თუმცა არ აქვს მას ძალიან ესეთი დიდ მანძილზე გავრცელების უნარი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ზომის თქვა ვირუსული ვირუსი არის და ამიტომ როგორც წესი 1 მეტრის რადიუსში არის ყველაზე კარგად გავრცელებადი, ამიტომ ახლო კონტაქტი ჭირდება თქვა გადადებას და ის რომ ჩვენ ხშირად გავანიავოთ ოთახი, პაციენტი რომელიც თავს ცუდად ჯნობს, რომელიც ავად არის, რა თქმა უნდა ჯობია რომ სახლში იყოს, ან თუ მას უწევს გარეთ გასვლა აუცილებლად თქვა ნიღბით, იმიტომ რომ ნიღაბი ძალიან კარგი საშუალებაა არა მარტო COVID ინფექციისგან დაცვის, არამედ ნებისმიერი ვირუსული ინფექციისგან და ასეთ შემთხვევაში ჩვენ რეალურად ვიცავთ ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს დასნებოვნებისაგან. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ჰიგიენის ნორმების დაცვა, ჩვენ ამაზე სულ ვლაპარაკობ და ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. აი ხშირად ხოლმე განსაკუთრებით პატარა ბავშვებთან, როდესაც ავათარი ხო ხდება რაღაცა დახშობა ყველაფრის, ჩაფუთვა ამ ბავშვის, რაც ამ შემთხვევაში არის დაუშვებელი, ჯერ ერთი კონცენტრირებას ვახდენთ მაღალს ამ ვირუსის და მეორეც ერთი, როდესაც ცხელება აქვს, ჩვენ გვჭირდება რომ სითბო გასცეს ორგანიზმმა და როდესაც ის არის ძალიან ესეთი ბევრი ჩასაცმელი აცვია, ამ გაცემა სითბოსას ვერ ახდენს და ამ შემთხვევაში ამან შეიძლება უარესი მდგომარეობა გამოიწვიოს. ეხლა როდის აუცილებლად მივმართოთ, ხო მე მიმაჩნია რომ როდესაც ჩვენ გვაქვს ესეთი მაღალი ცხელება 39-40, ეს უკვე არის მაჩვენებელი იმის რომ ექიმს მივმართოთ და ტესტირება გავიკეთოთ, იმიტომ რომ ბევრ პრობლემას გვაცილებს ტესტირება და სწორი მკურნალობა თავიდან, თუმცა ის მაჩვენებლები მაინც უნდა ვიცოდეთ, ჩვენ ხშირად ვეძახით ხოლმე საშიშ ნიშნებს რა, ცოტა ისეთია დამძაბავი საშიში ნიშნები, ეს არ ნიშნავს რაღაც კატასტროფა ხდება, ეს ნიშნავს რომ ეს არის ნიშანი, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს გართულებაზე, შეიძლება მიუთითებდეს რომ ამ შემთხვევაში სიცხის მაღალი ტემპერატურის გარდა ჩამოვთვლი ამ ნიშნებს, ანუ ერთის მხრივ არ მინდა რომ დავაპანიკოთ ჩვენი მოსახლეობა, ეს არ ნიშნავს რომ რაღაცა კატასტროფა ხდება, მაგრამ ეს ნიშნავს რომ ექიმთან უნდა მივიდეთ, ხო? იმიტომ რომ უნდა შევამოწმოთ მდგომარეობა, ბავშვი იქნება ეს თუ მოზრდილი. ეს არის ტემპერატურა, რომელიც სიცხის დამწევს არ ექვემდებარება. ანუ მივიღეთ სიცხის დამწევი, პრაქტიკულად არ ჩამოდის, ან ჩამოდის 1 საათით და 1 საათში არის ისევ 40 და ამ დროს თქვათ იმას რომ ჩვენ ძალიან ხშირად მივიღოთ სიცხის დამწევის საშუალებები, ამას ჯობია რომ აუცილებლად ექიმთან მივმართოთ, იმიტომ რომ სიცხის დამწევის საშუალებებსაც რეკომენდაცია აქვს, მათ 6-8 საათი არის, ხო მინიმალური ზოგიერთ შემთხვევაში 4, მაგრამ ნუ 6-8 საათი რეკომენდებული ინტერვალი მათი მიღების, მათი ძალიან ხშირი მოხმარება ყველა მედიკამენტს თავისი გვერდითი ეფექტი აქვს და გვერდითი მოვლენების რისკი ასეთ შემთხვევაში იზრდება. მეორე ეს არის თუ არის სუნთქვის მკვეთრად გახშირება, ან როდესაც გვესმის ხმაურიანი სუნთქვა, აი ბავშვთან მაგალითად მანძილზე მოსასმენი სუნთქვა არის, ხმაურით სუნთქავს ეს აუცილებლად მოითხოვს რომ მივიდეთ რა თქმა უნდა ექიმთან. თუ არის მივარდნა ძალიან მკვეთრი ძილიანობა, ან მკვეთრი აგზნება, როდესაც ვერ ვაჩერებ, თუ არის ღებინება, რომელიც არის შეუპოვარი, თუ არის ადამიანი, რომელიც საერთოდ ვერ იღებს ვერც საკვებს და ვერც სითხეს, მაგრამ თუ ეს პატარა ბავშვია, თქვა წლამდე, აი თუ ვერ იკვებება საერთოდ, ესეც აუცილებლად ნიშნავს, რომ ექიმთან უნდა მივიდეთ. ამიტომ რაღაც ეს ნიუანსები უნდა გავითვალისწინოთ ყოველთვის, რომ არ გამოგვეპაროს რაღაც გართულებების რისკი. ახლა რატო ვლაპარაკობთ ხოლმე გრიპზე ყველაზე მეტად სხვა ვირუსებთან შედარებით, იმიტომ რომ მას ხშირად ახასიათებს თავისივე, ანუ გრიპის ვირუსით გამოწვეული პრემონიები, რომელიც
რომელიც უხშირესად მესამე-მეოთხე დღის მერე შეიძლება განვითარდეს და სწორედ სუნთქვის გახშირება, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, აი ეს რაღაცა ხმაურიანი სუნთქვა ასე ვლინდება ხოლმე. ამიტომ გვინდა რომ ამ დროს აუცილებლად ექიმთან მიმართვა იყოს. თუმცა გარდა პნევმონიებისა, მან შეიძლება რომ როგორც ნებისმიერი ვირუსული ინფექცია ასუსტებს ორგანიზმს და ბაქტერიულ ინფექციას აძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო გავრცელდეს და ამიტომ შეიძლება არა მარტო ვირუსული პნევმონია გამოიწვიოს, არამედ ბაქტერიული პნევმონიით გართულდეს ეს ყველაფერი და ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა უკვე ანტიბიოტიკოთერაპია გვჭირდება. ხშირად არის ხოლმე ოტიტით გართულება, ოტიტი ყოველთვის უხშირესად ეს ბაქტერიული ინფექცია, შეიძლება იყოს სინუსიტები, შედარებით იშვიათია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ შეიძლება გართულდეს, თქვათ, ნერვული სისტემის დაავადებები და ისეთი როგორც არის ენცეფალიტი, შეიძლება იყოს გულის, მიოკარდიტი, პერიკარდიუმის ღრუში სითხის დაგროვება, ამიტომ არ არის ესეთი მარტივი ვირუსი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმს ვაჩვენოთ. იმ შემთხვევაშიც აუცილებლად თუ ვთქვათ პირველი 2 დღე თითქოს ექვემდებარება სიცხე 39-ია, მაგრამ მესამე დღეა, მეოთხე დღეა და ესეთი მაღალი ფებრილიტეტი გრძელდება, აქაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ექიმთან მიმართოთ, იმიტომ რომ ნახოთ ზუსტად რა ხდება, რატომ ვთქვათ პროგრესირება თუ არის დაავადების. ხო, პროგრესირებაში გულისხმობ, რომ უკან არიხევს თითქოს, ხო, მესამე დღეა, მეოთხე დღეა და ეხლა ნამდვილად ძალიან ბევრი ქონდა ჩვენ შემთხვევები, როდესაც 7-8 დღე აი ესეთი მაღალი ფებრილიტეტი გრძელდება, როდესაც თქვა ძალიან ძნელი სამართავი არის ცხელება. ხა, როდესაც ჩვენ გრიპზე ვსაუბრობთ, ალბათ პრევენცია ყოველთვის სულ ვიძახით ხოლმე ჩვენ, რომ პრევენცია არის საუკეთესო მეთოდი. ყოველთვის ჯობია, რომ თავიდან ავიცილოთ, თუ ამის შესაძლებლობა გვაქვს, ვიდრე ვთქვათ, მერე ვუმკურნალოთ, ხო? და თუნდაც რაღაცა შემთხვევათა რაღაც ნაწილში ველოდოთ იმ გართულებას, რომელიც მას ახასიათებს. გრიპის ვირუსი არის ერთადერთი ის ვირუსი, რომლის პრევენციის საშუალება ჩვენ გვაქვს და ძალიან მწუხვა, როდესაც ამას არ ვიყენებთ სათანადოდ და ძალიან ბევრ შემთხვევაში არის, როცა ჩვენ კლინიკაში ჰოსპიტალიზაციას ვახდენთ, თქვათ, ბავშვის, როდესაც დედა ამბობს, რომ აი გაისათ უკვე აუცილებლად ნამდვილად გავაკეთებ აცრას და წელს რაღაცა მაინც თავი შევიკავე და ეხლა ვთვლი რატომ, ხო? ხო და არ გვინდა ესე მერე პოსტფაქტუმ რაღაცეებზე ფიქრი, იმიტომ რომ გვაქვს არაჩვეულებრივი საშუალება ვაქცინაციის სახით, რომ პრაქტიკულად მინიმუმამდე დავიყვანოთ დაინფიცირება და თუ დაინფიცირდა მაინც ადამიანი ძალიან სუბუქად ჩაიაროს ისე, რომ თქვათ ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ძალიან ბევრჯერ გამიგე, მაინც სკეპტიკურად არიან განწყობილები ამ აცრის მიმართ, რომ გამბობენ, რომ აი ვიცი, მუშაობს, არ მუშაობს. რაღაცა გვერდითი მოვლენები შეიძლება კონდეს და მაინც რაღაცა ის ორჯოფობენ მშობლები განსაკუთრებით. სამწუხაროდ უკანასკნელ პერიოდში არ ვიცი რა მოხდა, არა თუ ვთქვათ ესეთ ვაქცინებზე, რომელიც რაღაც პერიოდულობით სახელმწიფო ვთქვათ უფასო არის და იძლევა საშუალებას რომ თელმა მოსახლეობამ ჩაიტაროს, არამედ გეგმიურ ვაქცინაზეც, რომელზეც არასოდეს არ ყოფილა პრობლემა და მოცვის მაჩვენებელი ყოველთვის მაღალი იყო, კორონავირუსული ინფექციის მერე მოცვის მაჩვენებელმა ძალიან დაიწია და ეს რეალურად საგანგაშო არის, იმიტომ რომ მე მაგალითად კარგად მახსოვს, როდესაც ახალი დაწყებული ქონდა მუშაობა, სადღაც 96-17 წლებში, როგორი აფეთქება ქონდა ჩვენ საქართველოში დიფტერიის, იმიტომ რომ 90-იან წლებში გაგვიჩერდა მთლიანად ვაქცინაცია და მახსოვს ნამდვილად როგორ გაგვიჭირდა პირველად ჩვენ დიფტერიის დიაგნოზის დაგვესვა, იმიტომ რომ ეს იყო დაავადება, რომელიც ყველას გვეგონა რომ აღარ არსებობს, არავის არ შეგხვედრია, არავის არ გვინახია და უცებ ესეთი აფეთქებები, ძალიან ბევრი მძიმე შემთხვევები და ასე შემდეგ. რა ხდება იცით, როდესაც იმუნიზაცია ტარდება, ადამიანები ვეღარ ნახულობენ იმ დაავადებებს, როგორ მძიმედ მიმდინარეობს, რაზეც ვაკეთებ ჩვენ ვაქცინაციას და ამიტომ რაღაცნაირად ავიწყდებათ, ხო, რომ არა, სად არის, აღარ არის ეს დაავადება და რატო უნდა ავცრა ჩემი შვილი, როცა ვაქცინა შეიძლება კონდეს გვერდითი მოვლენა. მაგრამ ავიწყდებათ ის, რომ თუ არ ავცრით, ისევ ის დაავადებები შეგვახსენებენ თავს, რომელსაც ძალიან რთული და მძიმე მიმდინარეობა აქვს. ახლა გრიპის ვირუსი არ არის ცოცხალი ვაქცინა, რითაც ვცრით. ამიტომ ხშირად არის ხოლმე, რომ ამბობენ, რომ აი
ავცრი და შეიძლება გრიპი განუვითარდეს და რატო ავცრა? არ არის ესეთი, ანუ ვერ არის ვაქცინები, რომელიც ცოცხალი ვირუსია, საქართველოში ეს ვაქცინა ახლა არ იყო შემოტანილი და როგორც წესი არ შემოდის ხოლმე. ამიტომ ესეთი რაღაცა არ განვითარდება. ახლა იმის თქმა, რომ ვაქცინას არც ერთ შემთხვევაში გვერდითი ეფექტი არ შეიძლება გამოიწვიოს, რა თქმა უნდა არ არის ესე, მაგრამ თუ შევადარებთ ჩვენ რა შეიძლება გამოიწვიოს დაავადებამ, ხო? აქ ესე იგი აი, ნუ შედარებაც არ შეიძლება. ანუ იქ შეიძლება კონდეს რაღაცა ერთდღიანი ტემპერატურა, რაღაც მინიმალური გვერდითი მოვლენები. ამიტომ კარგად უნდა დავწონოთ ყოველთვის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი. ასეთი მონაპოვარი არ ყოფილა რეალურად საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. ყველაზე საუკეთესო, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა. ამიტომ მას ალტერნატივა რეალურად არ გააჩნია. თუმცა აქ ვიტყვი, რომ ნოემბერი-დეკემბერი მაინც ყველაზე კარგი პერიოდი აცრის, იმიტომ რომ მას ჭირდება აცრის მერე 2-3 კვირა, რომ იმუნიტეტი გამოიმუშაოს. ამიტომ როცა პიკი გვაქვს ინფექციის, ხო? აქ უკვე ცოტა აზრს კარგავს. კი, აქ აზრს კარგავს. აღარ აქვს აზრი. ხო, იცით რა არის, თებერვალი არის, ნახეთ, აი თებერვალი და მარტის დასაწყისი. ნუ აი ჩვენ შეიძლება ეხლა რო ავიცრათ, სადღაც თებერვლის ბოლო და მარტის დასაწყისში ვიყოთ დაცულები. ამიტომ აი ცოტა უფრო ესეთია რა, ეხლა მოკლებული არ არის, იმ დროს მაინც ვიქნებით დაცული, მაგრამ რა თქმა უნდა დასაწყისი რო არის, ამ შემთხვევაში უკეთესია. რა თქმა უნდა, რაც ჩვენ თქვით, ხო, ეს ჰიგიენის ნორმების დაცვა, რაც ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც ავათვართ ამ ბავშვი ახველებს და ავათ არის მისი სახლში დატოვება. ეს არის აი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასევე სტრატეგია. რაც შეეხება ორი სიტყვით რო ვთქვათ, რა გავაკეთოთ მკურნალობის თვალსაზრისით, პირველი ეს არის, რომ სითხე უნდა მივაწოდოთ დიდი რაოდენობით, იმიტომ რომ ამ დროს დიდი რაოდენობით სითხე იკარგება სიცხესთან ერთად, ვთქვათ, ხშირი სუნთქვა არის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მით უმეტეს ღებინება თუა, ამიტომ არ უნდა გამოშრეს ორგანიზმი. ოფთან ერთად ხშირად იკარგება ხოლმე ის მარილები, რომელიც ჩვენ ორგანიზმს ჭირდება და ამიტომ ვთქვათ, ჩვეულებრივ წყალთან ერთად შეიძლება რომ ზოგჯერ გაზგასული ვთქვათ, სასმელი ბორჯომი, ნაბეღლავი ელექტროლიტების სახით რომ მივაწოდოთ. თუმცა ამ დროს არ გვინდა იმ რაოდენობით მიწოდება, რასაც ვაკეთებთ ხოლმე ღებინების შემთხვევაში. სიცხის დამწევის საშუალებები, რომელიც თქვით, თუ დადასტურებულია ვირუსი და ექიმის დანიშნული არის. იმიტომ რომ რაღაც პერიოდში გაქრა უეცრად ეს ანტივირუსული წამალი და ამ ანტივირუსული წამლის გამოყენება, თქვათ, ექიმის დანიშნულების გარეშე არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ რომ ისე ვიძახი, ისევე როგორც ნებისმიერ მედიკამენტს, მასაც აქვს გვერდითი მოვლენები და ამიტომ ყოველთვის უნდა იყოს დანიშნული ექიმის მიერ. შესაძლებელია ვთქვათ, ყელის დამარბილებელი საშუალებების გამოყენება. ბევრი საშუალება არის ამ თვალსაზრისით, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ. ხველისთვის თუ ალერგია არ გვაქვს უკანასკნელ პერიოდში რეკომენდაციები დაიდო, რამდენად კარგი მოქმედება აქვს თაფლს, თუ მასზე არ არის ალერგიული რეაქცია. ეს თაფლი განზავებული რაიმე სითხეში შეიძლება იყოს რძე, შეიძლება სხვა სითხე იყოს, წყალით შეიძლება იყოს, თქვათ, ძალიან კარგად მოქმედებს ხველაზე და აი ბავშვებში 1 წლამდე არ არის რეკომენდებული თაფლის მიღება. აქ სხვა პრობლემები არის, იმიტომ რომ ის კუჭ-ნაწლავში არ არის ის ფერმენტები, ამიტომ ბოტულიზმის რისკი არის. არა ის, რომ მარტო ალერგიის გვეჭინია, არამედ ბოტულიზმის რისკი არის კონსერვირებული თაფლისგან და 1 წლის მერე ვთქვათ, აი თუ ამის ვიცით, რომ ალერგია არ არის, შესაძლებელია, რომ ეს იყოს გამოყენებული და ასევე ვთქვათ, ის საშუალებები, რომელსაც ექიმი უკვე სიმპტომურად დანიშნავს, ხო? შეიძლება იყოს ხველისთვის საშუალება, ხშირად ბავშვებში ჩვენ ვიყენებთ ხოლმე საინჰალაციო საშუალებებს, უშუალოდ რომ თქვათ სასუნთქ სისტემაში მივაწოდოთ რაღაც მედიკამენტები და ეს რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში უნდა იყოს შეთანხმებული ექიმთან. გაბატონ მაია, იცით რამ დაკითხავთ, აი დასრულებისკენ და შეჯამებისკენ რომ წავიდეთ, არაერთხელ ვახსენეთ გართულებები. აი ჩემს ირგვლივ მაგალითად ვინც დაცნეულდა, ხო, გრიპის ვირუსით, 2 კვირაზე მეტი, ზოგი ამბობს, რომ თვეზე მეტიც კი გამიგრძელდა სიმპტომი მაგალითად, ხო, დამიტოვა ხველა და დამიტოვა ის, დამიტოვა მაგალითად სინუსიტი დაუტოვა ჩემ მეგობარს ჰაიმორიჯი გადამოკლით. ძალიან ბევრი გართულება. აი ამ შემთხვევაში რა შეიძლება, როგორ მოვუაროთ? კი, როგორ მოვუაროთ ამ შემთხვევაში გართულებულ მდგომარეობას? ძალიან დიდი მადლობა, ამიტომ ვიძახით, რომ როგორც წესი გრიპი, ისევე როგორც ნებისმიერი ვირუსული ინფექცია 5-7 დღე. ეს არის მისი თვითლიმიტირებადი მდგომარეობა, როდესაც თუ ჩვენ ექიმთან არ მიგვიმართია, ამ დროს უნდა ჩათავდეს, დამთავრდეს ყოველგვარი სხვა გამოვლინებების გარეშე. შეიძლება საერთო სისუსტე იყოს, რაც თქვათ, კვები
წყლებით, ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი საკვები შეიძლება თქვათ ავალაგოთ, მაგრამ თუ სხვა რაიმე სიმპტომი გვაქვს, ან გვაქვს ცხვირიდან გამონადენი, მით უმეტეს მოყვითალო, ესეთი მომწვანო ფერის, ძლიერი თავის ტკივილი, შეიძლება ლოკალურად აი ზუსტად იცოდეს სად ტკივა, თქვათ რომელი ადგილი არის მტკივნეული, ცხვირის გაჭედვა და ასე შემდეგ. თუ გვაქვს ხველა, რომელიც გრძელდება, აუცილებლად უნდა ექიმს მიმართოთ. რატომ? იმიტომ რომ შეიძლება ეს იყოს ისე ვიტყვი, რომ რაღაცა ვირუსის, თქვათ, გახანგრძლივება, რომელსაც სპეციფიური მკურნალობა ჭირდება, თუმცა ეს შეიძლება იყოს გართულება, რომელსაც აბსოლუტურად სხვანაირი მკურნალობა შეიძლება დაჭირდეს და აი თქვათ, იგივე სინუსიტის დროს ჩვენ აუცილებლად გვჭირდება იქ, რომ ეს ნიშნავს, რომ ბაქტერია უხშირესად, ნიშნავს, რომ ბაქტერია გაგვიმწვა, ბაქტერიამ წამოყო, ესე ვთქვათ, თავისი თავი და თქვათ ბაქტერიული გართულება განვითარდა და ამიტომ ამ დროს ჯობია რომ თვითმკურნალობას არ მიმართოთ. ეს შეიძლება იყოს იგივე სახსრების ტკივილით და ასე შემდეგ. აქაც შეიძლება რომ გქონდეს ჩვენ ვირუსული რეაქტიული ართრიტები, მასაც თავისი მკურნალობა ჭირდება და ამ დროს ჯობია რომ თქვათ სახსარი დათვალიერდეს ის რეკომენდაციები, რასაც თქვათ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იტყვის ექიმი. ანუ თუ 7 დღე დამთავრდა, მაინც ზოგადი მდგომარეობა კარგი არ არის, მანამდე ჩვენ ექიმთან არ ყოფილვართ და ვთქვათ რაღაცნაირად მოხდა თვითლიმიტირება და გადავიარეთ ეს ვირუსული ინფექცია, მაგრამ არ ჩათავდა გვაქვს რაღაცა სხვა მოვლენები, ამ შემთხვევაში აუცილებლად ექიმს მიმართოთ, რომ სწორედ ბაქტერიული გართულებების რისკი დავიყვანოთ მინიმუმამდე. თან ყავს კარგი ექიმები და მიმართოთ, რა გავაკეთოთ. ძალიან დიდი მადლობა. გავიგეთ ყველაფერი, მოკლედ აი ამ გრიპის ვირუსების შესახებ და იმედი მაქვს, რომ გავითვალისწინებთ საზოგადოება. ძალიან დიდი მადლობა. მიუხედავად იმისა, რომ არ ბეზდება თქვენი მოსმენა, არც მე და არც მაყურებელს დარწმუნებული ვარ, ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ჯანმრთელობა უსურვოთ. ამომწურავი ინფორმაციისთვის ჯანმრთელობას გისურვებთ და ჩვენ შაბათამდე ვებშვიდობები ჩვენს ტელემაყურებელს და იმედია ეს გოგო შემოგვიერთდება, ხო? ის გოგო ხუჭოს ჩვენი ლამაზი გოგოროზის ჩვენთან ერთად ისიც დაგვიბრუნდება მომავალ შაბათს და ერთად მოგესალმებით უკვე შუადღის ლაივიდან. ახლა გემშვიდობებით მომავალ შაბათამდე. დროებით.